მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 230 15 15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ვაკეში მდებარე მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ლუკა მუხიგულაშვილი. მოგესალმებით, მამა ლუკა. მადლობას მოგეხსენებთ. მადლობა მომზადებისთვის. მაყურებელი გვყავს ეთერში და მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? მებით მამებო. საღამოში დაგლოცეთ ღმერთს. 28 წელი ხდება ჩემი ძმა დავიდა სახლიდან დილით და სახლში აღარ დაბრუნებულა. მივუხედავად ყველაფრის მცდელობის არაფერი არ დაგვიკლია, ვერ მივაკვირიეთ 100 ცოცხალს და 100 ყდას. ვიტანჯებ უფრო იმის გამო, რომ ვერც ცოცხლებში ვიხსენია, ვერც მიცვალებულებში და მირჩიეთ, გეხვეწებით, რა გავაკეთო, აი როგორ მოვიქცე, რომ ესეთი არ წავიდე ძმისგან ესეთი დაჩაგრული. მადლობას გითხრი ყველაფერს. აი ხარით, გაგაძლიეროთ ღმერთი. გაგახაროთ ღმერთთან უგეში მოგცეთ და ღმერთმა დაალოცოს თქვენი ძმა. ალბათ ამდენი წელი 28 წელი ხო 28 წელი აქამდე თუ ცოცხალი იქნებოდა ადამიანი, სავარაუდოდ შეეხმიანებოდა ალბათ და ერთი შეეძიოს. აი არ ვიცი, ესე გადაჭით ალბათ ვერც ამას ვერ იტყვი, რომ ცოცხალია და ცოცხლებში მოიხსენიოს და ვერც მიცვალებულებში, მაგრამ ღმერთის განგებულებით ალბათ რახან ესე დაიშვა, ვილოცოთ მასე როგორც ღმერთმა იცის უკეთ სადაც არის და როგორც არის და თქვენ კიდე აი ეს ღვთის მინდობა მოგცეთ ღმერთმა, რომ რაღაცნაირად ღვთის დაშვებას ესე სწორად მიუდგეთ და სიმშვიდე შემოვიდეს თქვენში და ღმერთმა დაალოცოს თქვენი ძმა. და ადრე თუ გვიან შეხვდებით აუცილებლად თქვენს ძმას. კეთილი. გავგზავნოთ ჩვენი კითხვები, როგორ მოვიხვეჭოთ მადლიო? რა გზით შეიძლება მადლის მოხვეჭა? მადლის მოხვეჭა ჩვენ ეკლესიაში უამრავი გზა გვაქვს ამისი და უბრალოდ ეკლესიისგან გვაქვს მოცემული გზა, რომელიც შეგვიძლია რომ მადლის მოხვეჭამდე ლოცვით, მარხვით, რაც ეკლესია გვასწავლის, ასე ამავდროულად ჩვენ ცნებებში გვაქვს მოცემული ის, რომ სადაც გვიწერია, რომ აკრძალვები და 10 პუნქტი მოგცა ღმერთმა კაცობრიობას, სადაც გვიწერია, რომ კაცი არ მოკლა, არ მოიპარო, არ იმრუშო, ცილი არ დასწამო, იქ გვიწერია და გვაქვს ნათქვამი, რომ 6 დღე თქვენი საქმე იქ მოდით, თქვენ საქმეს აკეთებთ და მე-7 დღეც მინდა ხავთ. ეს არის მორწმუნე ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც წირვას უნდა ესწრებოდეს და ყველა წირვაზე გარდაიქცევა სეფისკვერი და ღვინო ქრისტეს სისხლა და ხორცა, თამაშ ჯერ ღვთლები ვეზიარებით საკურთხეველში, შემდეგ გამოდივართ და მორწმუნე მომზადებუბრას ვაზიარებთ და ალბათ ყველაფერი უნდა ქნას ადამიანმა იმისთვის, რომ ზიარებისთვის მოემზადოს და ზიარებაში მომზადება გულისხმობს იმას, რომ მარხვას იცავდეს, ახსარებას აბარებდეს, დილა-საღამოს ლოცვას კითხულობდეს და შესაბამისად, რაც თვითონ შეუძლია, რომ რაღაცა თავის თავზე პირადი ღვაწლი აიღოს და ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. კეთილი მამა, მაყურებელია ისე. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ. და რო ლაპარაკობენ ჯერ? არა, პირდაპირ ეთერში ხართ თქვენ. დავლოცეთ მამაებო. დაგლოცეთ ღმერთთან გაგახართ. აი ესეთი კითხვა მაქვს. აი 40 ვიყავით, 50 კაცი იყო სასაფლაოზე. ყველა 50-ე ასხავს ღვინოს და ნუ ცოტა სვავს და რო ვეუბნები რომ ეს არ შეიძლება, ნუ ესე მიყურებენ და საერთოდ არის თუ არა საჭირო ამ ღვინოს წაღება. აი ახლა აღდგომის დროს კვერცხების დატოვება არის საჭირო თუ არა სასაფლაოზე. გასაგები. გმადლობთ. მადლობთ. ალბათ არც არაფერი შევდება ამით, როდესაც ღვინოს რაც თავის პატივისცემას გამოხატავ როგორც მიცვალებულის მიმართ. თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვიცით საეკლესიო სწავლებით, რომ არის მნიშვნელოვანი მოხსენება წირვაზე, ასევე მის პანაშვიდის გადახდა მიცვალებულისთვის. ეს ადამიანური მომენტი არის, ვინც ადრეღწელში თავის გულიდან რაღაცას მის სულის შესაძენებლად თხოვენ ღმერთს და რაღაცა ამ ფორმით გამოხატავენ პატივისცემას და მე არ მგონია, რომ ეს იყოს შეურაცხყოფა და რაღაცა ღვინის მიმართ ან მიცვალებულის მიმართ უპატივცემულობა. რაც შეეხება კვერცხის გადაგორებას, კი ვიცით, რატომაც აგორებენ კვერცხს აღდგომას ულოცავენ და არც ამაში არ არის რაღაცა ცუდი ფორმა და შეგვიძლია რომ ამას რაღაცა მშვიდად მივიღოთ. თავარია ზომიერების ფარგლებში იყოს ეს და მაყურებელია ისე. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა მამაკურა. გამარჯობა.
მოგესალმებით ომარსა. მოგესალმებით. ორი შეკითხვა მაქვს. აი ადამიანს რომელსაც არ აქვს პირადი ცხოვრება. როგორ უნდა შეეგუოს ამ მარტოობას, ჩვენ ვერცით ქრისტიანებმა მართლმადიდებლებმა რომ ვერცი ყოველთვის ჩვენთან არის, მაგრამ მაინც ძნელია და როგორ უნდა შეეგუოს თუ როგორ ასწორებს, როგორ გამოვთქვა. მეორე შეკითხვა ის არის, რომ შფოთვა აი როცა ადამიანს აწუხებს შფოთვა ასე შემდეგ როგორ უნდა ებრძოლოს, რანაირად უნდა ებრძოლოს. კეთილი. მადლობა. შფოთვას რაც შეეხება, ალბათ ადამიანების რაღაცა დიდ ნაწილს აწუხებს დღევანდელ დღეს შფოთვა, იმიტომ რომ ყოველდღიურობაში ადამიანი ისეთ რაღაცებში ჩართული, რომ რაღაცა სულიერად არ აქვს რაღაცა სულიერი საკვები, რაც მას მისცემს იმის აზრდოს, რომ სიმშვიდე მოიპოვოს. ალბათ ამ შფოთვის საწინააღმდეგო არის სიმშვიდის მოპოვება. სიმშვიდე მოდის იქიდან, რომ ღმერთზე მოიმედეები ვართ, ყველა მორწმუნის მდგომარეობა არის ის, რომ რაც ჩვენ გვევალებ, ამას პირნათლად ვასრულებთ ყველაფერს ღვთის წინაშე და რაც ამ ჩვენს ხელს იქით ხდება, ამას ღმერთს ვანდობთ. რასაც ჩვენ ვერ შევცვლით ამაზე ნერვიულობას, ალბათ აზრი არ აქვს არანაირად და არაფრის მომცემი არა. თუ ამ ნერვიულობით რამე შეიძლება და ამ შფოთვით შეიძლება რამე შედეგი მიაღწიოს ადამიანს, თუ ურჩევდით, რომ ინერვიულოს და შფოთი კონდეს, მაგრამ არაფრის არ მომცემი არ არის და ეს ისევ და ისევ აი ამ საეკლესიო ურთიერთობით და ღმერთთან ურთიერთობით ის იესოს ლოცვით, ღმერთთან ხშირი აღსარებით, ზიარებით, ამით მიიღწევა. რაც შეეხება მარტოობას, ჩვენ ყველას ჩვენი პირადი არჩევანი გვაქვს და გადაწყვეტილება იმისი ღვთის წინაშე, ვინ როგორ უნდა ვიცხოვროთ და თქვენზეა დამოკიდებული ალბათ უნდა აირჩიოთ ეს ადამიანი, თუ მაგალითად ეს გაწუხებთ და გტანჯავთ ეს მომენტი, ალბათ უნდა აირჩიოთ ადამიანი, რომელთანაც ბედნიერი იქნებით და რაც შეეხება იმას, თუ ესე ეშვება თქვენგან რაღაცა როგორც ღვთის დაშვება, ესე რომ მიიღოთ სიმშვიდით. კეთილი. როდის იქნება მეორედ მოსვლა, ესეთი კითხვა არის. გიორგი გწერს. ყველაზე რთული კითხვა ალბათ, იმიტომ რომ მან სხვაერმაც აირიდა ეს კითხვა და თქვა, რომ არ იცის არავინ გარდა მამის და ეს მხოლოდ ის იყო, რომ მოციქულები ამით დაამშვიდა, რომ ჩვენ არ არის საჭირო ამის ცოდნა. ჩვენ როდესაც გარდავიცვლებით ადამიანები, მაშინ დგება ჩვენთვის მეორედ მოსვლა. ერთი ესეთი რაცა ეს მახსენდება, როდესაც პატრიარქის ფოტო იყო და უამრავი სასულიერო პირები იდგნენ გარშემო და როდესაც ჯერ პატრიარქ ჩვენი უწმინდესი ცოცხალი იყო, მახსოვს რამოდენიმე ადამიანის სასულიერო პირის საუბარი იმაზე, რომ როდესაც ჩვენი უწმინდესი აღარ იქნება, ჩვენ რა გვეშველება და როგორ შეიცვლება ეკლესიის მდგომარეობა, როგორ რაღაც თავის ტკივილს რაღაც ესე გამოხატავდნენ და იქ ამ ფოტოში აღმოაჩინა ის, რომ რამოდენიმე სასულიერო პირი და რამოდენიმე ადამიანი იქ ვინც იდგნენ, გარდაცვლილები იყვნენ და ეს საუბარი მხოლოდ ისე იყო, რაღაცა მხოლოდ შეგვჭა ესე საუბრად და ესე ჩვენ არ ვიცით, როდესაც გავიგუძებთ და დილას ავდგებით, დაგვიღამდება თუ არა დღევანდელი დღე და გავგვითენდება ხვალიდელი დღე, ქრისტიანებმა ეს არ ვიცით და ყოველწლიურად ვემზადებოდით იმისთვის, რომ ჩვენ შეიძლება მოხდეს ის, რომ ღვთის წინაშე წავდგეთ და კეთილი სიტყვის გება უნდა მოგვცეს ღმერთმა ამისი, რომ შევძლოთ ღვთის წინაშე ჩვენი საკუთარი ცხოვრებისგან გამომდინარე თავის გამართლება და ღმერთთან დამკვიდრება. ამიტომ ეს მეორედ მოსვლაზე ფიქრი და შფოთვა და ნერვიულობა, ჩემი აზრით, უადგილოა, არის სახარებაში მოცემული, სადაც გვეუბნებიან, რომ რაღაცები იქნება მსგავსი ესეთი ომები, არეულობა, რაღაცები და ელოდეთ, რომ იქნება მეორე მოსვლა და როდესაც ეს მდგომარეობა იქნება, ალბათ ვიგრძნობთ ჩვენ როცა გულწრფელი სწორი ქრისტიანები ვიქნებით, ვიგრძნობთ ამას, როდის იქნება და ამას ისე მარტივად არ ჩაივლის ჩვენს გვერდზე. კი ბატონო. რით უშველოთ დეპრესიასო? ნუ დაახლოებით იგივე შფოთვასთან დაკავშირებულია შეიძლება ესეც, მაგრამ უფრო მძიმე ფორმაა. ხო, უფრო მძიმე ფორმაა და დეპრესიის გამოვლინება ალბათ არის ის, რომ ადამიანს აქვს ის მომენტი, რომ რაღაცა უნდა და არ აქვს. და უნდა ჩვენი რაღაცა ჩვენი დომის რაღაცა საზღვარი დავწიოთ, რაღაც საფუძველი აქვს ამას სერიოზულად. დავწიოთ ეს დომის მიზეზი და ადამიანის ცხოვრებაში ესე არის, რომ ვიღაცას უნდა მაგალითად ოქროს კოშკი, ოქროს კოშკს რო შეიძენს, მერე უნდა პლატინის და მოკლედ არ სრულდება ეს მინდას მომენტი და ჩვენ ცხოვრებაში ეს მინდა რაღაცა დაბლა უნდა დავწიოთ და მადლიერები უნდა ვიყოთ ღვთისა იმისი, რომ დღევანდელი დღე გაგვითენდა, მოგვეცა საშუალება იმისი, რომ ღმერთი ვადიდოთ, სინანული გამოხატოთ ღვთის წინაშე და ხვალიდელ დღეს როგორც გუშინ ვიყავით, დღეს უკეთესები გავხდეთ, დღეს როგორებიც ვართ, ხვალ კიდე უკეთესები გავხდეთ და ამას უნდა შევალიოთ და იმაზე ნერვიულობა და იმაზე შფოთი, რომ ხვალ როგორ იქნება და ზეგ როგორ იქნება, ჩვენ არ ვიცით. და ამიტომ რაც ეს. კი ბატონო, როგორ მოვერიოთ ბრაზსო? ბრაზიც ეს ჩვენი შინაგანი
შინაგანი მრისხანების მომენტი არის, რომელიც ეს მრისხანება უნდა მიმართოს სწორად, ცოდვისკენ და არა ჩვენ რაღაცა პიროვნებებისკენ ან რაღაცა სიტუაციისკენ, რომელიც ჩვენ გვაღიზიანებს. ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანებს აქვთ ესეთი დამოკიდებულება, რომ სხვა შეეძებენ დანაშაულს და სხვა ესე გამომიყვანა წყობიდან, ესე მომექცა, ეს დამიშავა, მაგრამ თავის თავში ვერ ხვდება იმას, რომ თვითონ არის ამ ბრაზის მე ესეთი რაღაცა სიმახინჯის ფორმის წარმმართველი და რა ძალიან მძიმედ ჩანს ხოლმე და თავის თავში არ ეძებს მინუსს, ეძებს სხვაში, რომ აი მისგან მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ გასაგებია, რომ პირადი ურთიერთობები გვაქვს ადამიანებთან, მაგრამ რაღაცა მოვლენამ გავლენა არ უნდა მოახდინოს ჩვენზე იმისი, რომ ჩვენ წყობიდან გამოგვიყვანოს დაგაკვარგინოს შინაგანი მდგომარეობა და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ ღვთის წინაშე ვაგებდეთ პასუხს ამ ჩვენს შინაგან არეულობაზე და ეს ცოდვა არის და ამ ცოდვიდან გამომდინარე უნდა შევიკავოთ თავი. კეთილი მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ. დაგლოცეთ მამებო. დაგლოცეთ მერთან გაგახართ. პირველ რიგში მინდა მოგისამძიმნო ჩვენი უწმინდესის გარდაცვალება. და აი იცით ესეთი შეკითხვა მაქვს, რომ თქვათ მოგივიდა შურის აზრი, აი თქვათ რაღაც არაწმინდა აზრი მოგივიდა. აი და შენ გულში თქვი უფალო იესო ქრისტე ძეღვთისეო შემიწყალე მეწოდვილი და უარყავი ეს აზრი. მაინც უნდა შეინანო აღსარებაში და მაინც ცოდვა შეგერაცხება და მეორე აი მინდა გულის წუხილი გამოვხატო, რომ რატომღაც აი მე მაგ ესეთი რაღაცა წანაკითხი წმინდა ივანე კრონშტანტელის მიერ რუსეთის შესახებ წმინდა რუსეთი და ბევრი მართლმადიდებელი არიზიარებს ამ აზრს და თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს. ამდენი წმინდანი იძახის და კრეხილურად მოიხსენიებს ამ ქვეყანას და შეიძლება განა ესე? რაც შეეხება იმას, რომ უპასუხოთ თქვენ შინაგან ცოდვებს, რაც ჩვენ გვაწუხებს ადამიანებს, ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს აქვთ, როდესაც ადამიანი ფიქრზე საუბრობს, როდესაც ფიქრზე ფიქრობს, ადამიანი მაშინაც კი ფიქრობს. არ არსებობს ესეთი მდგომარეობა, როდესაც ფიქრი არ შემოდიოდეს და სულ ცვლადი არის ეს მდგომარეობა და სულ რაღაცა მოძრაობს ჩვენს გონებაში. სულ არის სამნაირი ფიქრი, ესეთი არის პირადი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების ფიქრები, არის ეშმაკის განმოწოდებული აზრი და არის საღვთო ფიქრები, რომელიც არის საღვთო ფიქრებს რაც შეეხება არის მშვიდობის მომტანი, სიკეთის მომტანი, მყუდროების, სარწყმუნოების, სიმშვიდის მომტანი და შესაბამისად საპირისპირო ფიქრები არის ეშმაკის განმოწოდებული, რაც ფოთი მოაქვს, ფორიაქი მოაქვს, უიმედობა მოაქვს, შური მოაქვს და სიბილწეები უამრავი. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ რას ამ ფიქრის მოწოდების დროს რას დავეთანხმებით. აი ხა მაგალითად ჩვენ რომ მივიდეთ ადამიანთან და ყურში რაღაცა ცუდი სიტყვები ვესაუბროთ, თუ ის არ დაგვეთანხმება, ბუნებრივია რომ ისი არ არის ამ დროს ის მხოლოდ ჩემი იქნება, მე თუ ამას ვიკადრებ, ხო? ესევე არის ეშმაკის მდგომარეობაში, არ აქვს მას რამე საზღვარი იმისი, რომ ზნეობის ზღვარი კონდეს, რომ რამეს არ იკადრებს. აი მოდის ადამიანს ესეთი ფიქრები, როგორიც არის უამრავი სიბილწე მოვიდეს შეიძლება ახლობელი ადამიანის მიმართ, ხატების მიმართ, წიწმინდეების მიმართ და ეს გონია ხოლმე ხანდახან ადამიანს რომ თავისი არის. მაშინ ხდება მისი, როდესაც ამ ყველაფერს ეთანხმება და ამ ყველაფერში დიალოგში შედის და ხშირად ხდება ხოლმე ზაგვარის ესეთი აზრების მიწოდება იმ ფორმით, რომ აი რაღაცა სხვა ფორმით შეახედოს, რომ ესე ყოფილიყო რაღაცნაირად აი სხვანაირად თუ დიალოგში წამოიღოლიოს. როდესაც დათანხმებას იწყებს ადამიანი, მაშინ ხდება მისი ცოდვა და ეს აუცილებლად აღსარებაში უნდა თქვას. რასაც ადამიანი არ ეთანხმება და ეს ფიქრები შემოდის გონებაში ადამიანის, ხო? ეს ჩვენი ფიქრები, ჩვენი დანაშაული არ არის. რაც შეეხება კონკრეტულად რუსეთთან დაკავშირებით, რომელიმე წმინდანის აზრს, ეს მათი აზრია და მათი ქვეყნიდან გამომდინარე თავის დამოკიდებულება აქვს და ეს დაველოდოთა ცხოვრება გვაჩვენებს რა და რანაირად. კი ბატონო. როგორ განიმარტება სიტყვები შობილი და არა ქმნილი? და რატომ ამბობს ქრისტე რომ მამა მასზე უმეტესიაო? მამა, იმიტომ რომ შობილი ნიშნავს იმას, რომ მამა ღმერთისგან გამოდის ძე ღმერთი და შესაბამისად საწყისი ღმერთი არის და რა თქმა უნდა სამი პირიდან გამომდინარე მამაძე და სულიწმინდა ერთ არსნი არიან და შობილობა ამას ნიშნავს. კი ბატონო და მამა მასზე უმეტესია ეს ნიშნავს რომ ანუ მისი ადამიანური ბუნება ემორჩილება მამას. ანუ ეს ადამიანური ბუნებით იგულისხმება, ანუ სხვა კონტექსტით უნდა გავიგოთ ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. ესე იგი ქეთი გვწერს კვირას ბზობა, სამშაბათს ხარება, ხუთშაბათს ზიარების დადგინების დღე, კვირას აღდგომა. შეგვიძლია ყველა ამ დღესასწაულზე ვეზიაროთ, რადგან ახლო დღეებია. ეკლესიას რამე
დოგმატი ხომ არ აქვს ამაზე მიღებულიო? ზოგადად როდესაც წირვა სტარტდება, წირვა იმიტომ ტარდება, რომ უნდა აღესრულოს ლიტურგიაზე მსხვერპლ შეწირვა და მსხვერპლ როდესაც შეიწირება, ეს არ შეიწირება მხოლოდ მღვდელმსახურებისთვის, ეს შეიწირება აუცილებლად მრევლისთვის და იმიტომ არის ეს დღესასწაულები, რომ აუცილებლად უნდა ვეზიაროთ. რა თქმა უნდა, ზიარებასთან შესაბამის დამოკიდებულება უნდა გქონდეს, იმიტომ ვკითხულობ ზიარების წინა ლოცვებს და იმიტომ ამ ხელა ლოცვების მიმართ ეს დამოკიდებულება გვაქვს, რომ ჩვენ გქონდეს სინანული და რაღაცა მეტნაკლებად უღირსების განცდა, რომ ღირსებით მივიდეთ ზიარებასთან და შესაბამისად ძალიან კარგი იქნება და თითქმის აუცილებელიც არის, რომ ყველა მორწმუნე ადამიანი ესეთი დღესასწაულებზე ეზიარებოდეს. კი ბატონო. ნინო წერს ესეთ კითხვას. ესე იგი, ადამიანი გაურკვეველ სიტუაციაში იპოვეს წყალში დამრჩალიო. წესი ჯერ ვერ ავუგეთ. ექსპერტიზის პასუხი მეხუთე თვეა არ გვაქვს. ოჯახის წევრებმა, დედა, დიშვილი და ასე შემდეგ, დილა საღამოს ლოცვებში რომ მოიხსენიოთ მიცვალებულის ლოცვაში. შესაძლებელია რა ვქნათ, სად ვიპოვოთ ნუგეში, რა მოხდა, მხოლოდ ღმერთმა იცისო. ესე დროს ალბათ ჯობია ეპისკოპოსთან აიღონ კურთხევა, მაგრამ რაღაცა თუ ესეთი ისაა, რომ სავარაუდო კითხვის ნიშანია იმისი, რომ შეიძლება მას თავი არ მოუკლავს და შეიძლება თავის სხვა გარემოებების გამო გარდაიცვალა, რატომაც არ უნდა მოიხსენიო. პირადლოცვაში შეიძლება მოიხსენიოთ და ჩვეულებრივად შეიძლება მოხსენიო. იმედია გაირკვევა მალე და წესის აგება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგან არ შეგაშინოთ და თუ საცხოვნებელია ადამიანი, წესის აგების გარეშე საცხოვნებს ღმერთი, ანუ მაგაზე არ იდარდოთ, არ დააკლებს ღმერთი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა დადებითად და ადრე თუ გვიან აუცილებლად აუგებენ წესს. მაყურებელი ყავს, გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. გამლოცე მამაო. დაგლოცეთ ღმერთს. იცით რა მინდა გითხრათ? ერთსულოვნებაზე რომ დილის ლოცვები და დილის ლოცვები რო არის საღამოთი და ტელევიზიით რო ვუყურებთ, ეს გვეცლება თუ ხელმეორედ უნდა წავიკითხოთ. მე ეს ტელევიზორი სახში მაქვს და ხატების კუთხე ცალკე მაქვს და მინდა რომ ხატების კუთხესთან რომ ვერ დგავარ, რაღაცა მე მგონია რომ არ მეცლება მეთქი და საერთოდ იცლება თუ არა, ეს მაინტერესებს. გააჩნია ადამიანს რა მდგომარეობა აქვს, ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორი შინაგანი დამოკიდებულება. ჩვენ როდესაც ღმერთის წინაშე წარვდგებით და ღვთის წინაშე ვლოცულობთ, რაღაცა ჩვენი პატივისცემა ალბათ უნდა გამოვხატოთ ისე, როგორც აი ფეხზე დგომით, მაგალითად, როცა დავიღლებით, შეგვიძლია ჩამოვждეთ კიდევაც. მაგრამ აი ეს რაღაცა თუ იქნება საშუალება იმის და შეგიძლიათ რომ დადგეთ და ისე წაიკითხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არის ერთსულოვნების ამ ეთერში ეს ლოცვები, რომ რაღაცა ვისაც ეს საშუალება არ აქვს და უჭირს, ძალიან ეხმარება ადამიანებს და ეს რაღაცა რეჟიმშია ჩართული რაღაცა თავის ყოველ ისე დროს გადის, როდესაც დილას და საღამოს რო ძალიან ეხმარება ადამიანებს და ესეც რა თქმა უნდა ჩაგეთლებათ ლოცვაში. კი ბატონო, მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ. დასვით კითხვა. მოგესალმებით. საღამოში. თუ შეიძლება დალოცვას გთხოვთ. დაგლოცოთ ღმერთმა გაგახართ. იცით, ყავდა ხელოსანი, რომელმაც გაკეთების მაგვირად საოცრად დამიზიანა სახლის სახურავი და მე კი მხოლოდ შესანიშნავი მოძღვარი, მაგრამ აი იმაზე რომ ძალიან ვბრაზობ, არა აღწევლი, მაგრამ ვბრაზობ და მინდა რომ აი არ ვიცი რა მინდა ხა ისე რომ მოერჩეს სხვა ხელოსანი, აი ეს ეგეცოდვა. კი, რა თქმა უნდა, ცოდვარი, როდესაც ადამიანების მიმართ გვაქვს გულძვირობა და გვაქვს გაბრაზება შინაგანად და ჩვენც ადამიანები ვართ და ხან ჩვენც ბრაზდები, ჩვენც გამოდივართ წყობიდან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა ვეცადოთ, როდესაც ამას აფიქსირებთ, ალბათ ის გაწუხებთ და ბუნებრივია რომ უკეთესი იქნება რომ შეძლოთ პატიება. ჩვენ მორწმუნეები, როდესაც ვკითხულობთ ხოლმე მამოუჩვენოს ლოცვაში, სადაც ქრისტემ ფალმა დაგვიწესა ეს ლოცვა და თხოვეს რომ კითხეს რომელი ლოცვით ვილოცოთ, მამოუჩვენო უთხრა მაცხოვარმა და იქ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები გვიწერია რომ მომიტევეთ თანადებნი ჩემი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. მე თუ ისე მაპატიებ ეს ყველაფერი როგორც მე ვაპატიებ ადამიანს და ჩვენ თუ ადამიანებს არ ვაპატიებთ ჩვენს ხო გვინდა რომ ღმერთმა რაღაცები სხვა ცოდვები გვაპატიოს რაც გვაქვს. კარგი იქნება თუ ვაპატიებთ და შეძლებთ იმას რომ მოერიოთ ამ ყველაფერს. კი ბატონო, როგორ ვიცხოვროთ სწორად? ყველაზე რთული კითხვა არის ალბათ. სწორად ცხოვრება, ისე მივდივარ ჩვენ რა თქმა უნდა სახარებასთან და სახარებაში ყველა კითხვაზე აბსოლუტურად პასუხი არსებობს იმისი ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუ ეს გულწრფელად გვაინტერესებს, არ არსებობს ესეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ ვერ გავიგოთ როგორ უნდა ვიცხოვროთ. მე მახსოვს ესეთი რამე, როდესაც
ახალი დაწყებული მქონდა ტაძარში სიარული, რაღაცა კითხვები რომ მქონდა ხოლმე შინაგანად. არ არსებობდა, რაც გულწრფელი კითხვა მქონდა, ამაზე პასუხი არ მიმეღო. მივიდოდი მაგალითად ტაძარში დავდგებოდი წირვაზე, მღვდელი გამოვიდოდა ქადაგებაში, ქადაგების დროს ითხოვდა ისეთ სიტყვებს, ზუსტად რაც მე მჭირდებოდა. შევსულა მაგალითად ბიბლიოთეკაში გადმომიღია წიგნი, გადამიშლა და ზუსტად იმ ადგილზე გადამიშლა, სადაც რაღაცა მე რაც კითხვები მქონდა და მაინტერესებდა, ამაზე პასუხი გამიგია. თავარი არის ის მონდომება ადამიანის, რომ აი ეს სწორად ცხოვრების გულწრფელი მონდომება იმის, რომ ღმერთთან სწორი ნაბიჯები გადადგას და არ არსებობს, რომ ღმერთმა ამაში ხელი არ მომართოს ადამიანს. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის, ესე იგი, ვარ ემიგრანტი, კვირას იტალიელი მართლმადიდებელი მღვდელი, ოლარს დამაფარებს და ლოცულობს. შემდეგ მაზიარებს ახსარების უთქმელადო, ამით ხომ არ ვწოდავო. ხობა კომუნიკაცია ვერ შედგა, ალბათ ენობრივი. ეგეთი რაღაცები ყოფილა ალბათ, როდესაც მაგალითად ახსარების თქმა გინდა და ამ შემთხვევაში მღვდელი როცა დგას, ღმერთი ისმის ამ ახსარებას და ყოფილა ეს შემთხვევა, რომ ენა რო არ წოდნია, მაგალითად ისე ახსარება უთქვამთ ადამიანებს და მე შენდობას წაუკითხავს და ესე ეპატიება ამ ადამიანს და ალბათ ეს მაინც ჯობია რომ მე რაღაც კომუნიკაცია მოხდეს მოძღვართან რომ მე ეს რაღაცები გაიაროს თავის პირად მოძღვართან. გიორგი გვწერს მაინტერესებს რა კრიტერიუმებით დადგინდა მოციქულთა და წმინდა მამათა მიერ სამარხო საკვების მიღება. თუ კი ზოგიერთ ქვეყანაში მაგალითად თევზი ან კალმარი იჭმევა, ის ხომ ცოცხალი ორგანიზმია, მაშინ რატომ არ ვიკვებებით რძის ნაწარმით, კვერცხით და ასე შემდეგო. ეს კერძო ეკლესიების დადგენილებები არის, როდესაც რაღაც შეიმუშავეს აი იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ჩვენ ვიცით, რომ როდესაც მოციქულების მარხვა არის, ვიცით, რომ თევზი იჭმევა, იმიტომ რომ მოციქულების აპატივცემლად ისინი თევზს ჭამდნენ და ძალიან ზღვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ზუსტად ყველგან იჭმევა, როგორც ზოგადად რუსის ხლორომინიც არის, ეს ყველა მარხვაში იჭმევა, ჩვეულებრივი ამბავია. და რაც შეეხება ამ დადგენილებას, კერძოდ ეკლესიები რაღაცა თავის პატარ-პატარ ცულს იღებენ. ახლა რაღაცები ნებებისგან, ხორცთაუზრისგან თავშეკავება რომ მომთარიყო, გარკვეული საკვებები აღზრავს ამ რაღაცნაირად გრძნობებს და ალბათ აქედან გამომდინარე. სისუსტესაც რაღაც ხორცის მოუძლურება და სულის გაძლიერება, ესევე ამ საკვების თავშეკავებით ჩვენ ვსწავლობთ შინაგანი ვნებების და ფიქრების განცდების დაჭერას და შეკავებას და აქედან გამომდინარე ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია. კი ბატონო. მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ? შეიძლება დასაკითხა. მაინტერესებს როდის არის ბზობა მამაო? ბზობა ამ კვირას არის? ეხლა კვირას დღეს. მე დიმიტრი გარაბრიშვილი. მამა ლუკა მიყვარს მოხიგურაშვილი, კაი მამაოა. კაი ხარს დიმიტრი. კი ბატონო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ხარება ხსნილი არის თუ არა თევზით? კალენდარში წერია რომ ზეთით ხსნელი. კი ბატონო, ნათლობის მოწმობის ქონა აუცილებელიაო? ეს ალბათ საბუთობრივი მდგომარეობა სადამის რომ დაჭირდეს ადამიანს რომ წარადგინოს ეს რომ უნათლული არის და ესე ღვთის წინაშე ჩვენ არ გვჭირდება არაფერი როდესაც ვინათლებით. კი. აი მაგალითად როდესაც პატრიარქი ნათლავდა ბავშვებს, იქ აუცილებელია რომ ესე იგი ყველა შვილი იყო მონათლული, ეს საბუთი უნდა ქონოდა. წინაშვილები, კი. ასე რომ საჭიროა და ისედაც რას გუშინს რატომაც არა. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ? ასეთი შეკითხვა მაქვს. დიახ. ის რომელიმე რაღაც შოდვებს როცა ვლაპარაკობ ტელევიზორს მოშორდით, რადგან მეორდება თქვენი ხმა. მოვშორდი. იცით რა მაინტერესებს? ზოგჯერ მიწევს ერთი და იგივე ცოდვის როცა ისაუბრეთ გვეს. იგივე ცოდვის მოხსენიება, ანუ ახსარება. ხო და იცით როგორ უნდა მივხვდე მამაო? როგორ უნდა მივხვდე რომ ის ცოდვა მომეტევა თუ არა? იმიტომ რომ გული ისე მთხოვს რომ გავიმეორო ეს ცოდვა, იმიტომ რომ
ანუ ცოდვა რო ჩაიდინოთ ისევ თუ აღსარებაში რო გაიმეოროთ ამ ცოდვის თქმა? აღსარებაში ხო. აღსარებაში იცით რა მე თვითონ არა აღსარებაში რო გავიმეორო. გასაგები. კაი ჩემო კარგო, მადლობა. რაც ესე ხშირად ნათქვამ აღსარებას ყოველდღიურობაში რაც გვემთხვევა ადამიანებს ეს ალბათ რაღაცა კუთხით ჩვეულებრივია, იმიტომ რომ ჩვენ დაცემული ბუნება გვაქვს ადამიანებს და როგორც ახლა აი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვიწევს ყოფნა იქ რაღაც ხალხთან ურთიერთობა გარეთ გავდივართ, გამოდივართ, ხელები გვესრება, ან სვიბანთ, ხელებს ვიბანთ, ზუსტად იგივე დამოკიდებულებით შეიძლება სულთანაც რაღაცა იყოს ელემენტარ რაღაც ცოდვები ისეთი, რომელსაც აუცილებლად ეს გვჭირდება ხოლმე ღვთის წინაშე ამის თქმა და ჩაბარება. რაც შეეხება იმას, რომ უკვე რაც ნათქვამია და ამას მე აღარ ჩადის ადამიანი, თუ რაღაც ესე მძაფრად გაახსენდება, რომ კიდე აწუხებს, შეიძლება რომ თქვას, მაგრამ ამის მინდობაც უნდა გქონდეს ღმერთზე, რომ ჩვენ რო ვიტყვით აღსარებაში, აუცილებლად ჩვენ მოწყალე ღმერთი ყავს, რომელიც ამ ცოდვებს გვაპატიებს და რაღაცნაირად მივენთოთ ამ საიდუმლოს. ადამიანი, როდესაც შეგნებულად ჩადის ბოროტებას, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს მასთან? რა თქმა უნდა, გავერიდოთ ადამიანს, რომელიც რაღაც ავერიდოთ მასთან ურთიერთობას, როდესაც ის მარტო ჩვენ კი არ ზოგადად საერთო სიტუაციას აზიანებს და ამ ურთიერთობით მე შენზეც ზეგავლენას ახდენს, ბუნებრივია რომ უნდა აერიდო, როცა არ გაქვს იმის საშუალება და შინაგანი რესურსი რომ ადამიანმა ეს მოითმინო და აპატიო და შენს მრისხანებ მე და პრობლემები გექნება, ბუნებრივია რომ უნდა აერთოს ადამიანი. იბათ. ესეთი კითხვა, გულის სიტყვა რას გულისხმობსო? ფიქრებს თუ ქმედებასო? მათ შუაში ფიქრსა და ქმედებას შუა გულში, ანუ ჩვენ სამი მდგომარეობა ვიცით, გონებითი ცოდვის, გულის მდგომარეობისათვის და ქმედითი ცოდვა, რომელსაც უკვე ხორცელად ახორციელებს ადამიანი და გონებიდან შეწყნარებული ცოდვა გადადის უკვე გულის მდგომარეობაში. გონებიდან გულამდე ერთი ნაბიჯია, გულიდან ქმედებამდე ერთი ნაბიჯია და ეს რაღაცა შუა მდგომარეობა არის, რომელიც უნდა დავიჭიროთ ან გონებამდე, ან მე რაღაცნაირად უნდა შევაკავოთ, რომ აღსარებით ხშირად და შაბათსო თუ თევს მივიღებთ, კვირას შეგვიძლია ვეზიაროთ, ხო? კი, რა თქმა უნდა. წირვა ლოცვაზე მე დავითნე ხომ აუცილებელია. თან როცა ერთი მე დავითნეა ტაძარში, სხვა სამსახურში უბრალოდ ვერ ილვი, რადგან დრო არ გაქვს. თუ უნდა გქონდეს მე დავითნეს ხელფასი. ტაძარს შეიძლება არ აქვს იმდენი შემოსავალი, სახელმწიფომ ხომ უნდა დაუნიშნოს ხელფასი ყველა ტაძრის მე დავითნეს. თუ მეთანხმებით მიაწვდინეთ ხმა, ვისაც ეხებაო. ესეთი რთული საკითხი არის, რომელიც ჩვენ არ გვეხება სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, თუ აქვს ტაძარს ამის საშუალება, რომ აუცილებლად მე დავითნეს უნდა უზრუნველყოფდეს და ზოგადად ეკლესიაში მსახურ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენ ვიღაცები ადამიანები არსებობენ, რომლებიც თავისი ენთუზიაზმით ცდილობენ, რომ მიიღონ მონაწილეობა გალობით, მე დავითნეობით, სტიქაროსნობით და თუ არის ამის საშუალება, რომ ტაძარს აქვს ამის საშუალება, რომ რაღაც დაეხმაროს, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ახლა რაც შეეხება სახელმწიფოსგან ამის გამოყოფა, ჩვენ ეკლესია ცალკე ვართ, სახელმწიფო ცალკეა და რაღაცა კუთხით ეს ცოტა ესეთი საკითხებია, რომელიც რაღაცა ჩვენ მგდელსახურებს გვიჭირს ამაზეც პასუხს გაცემა. კი ბატონო. სიგარეტს ვერ ვანებებ თავსო და მაპატიებს უფალიო, კეთევანი გწერს. კეთევანი ალბათ ზოგადად რამეს რო ვერ ვანებებ თავს, უნდა ვიცადოთ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამას და მე ღმერთის პრეროგატივა ის გვაპატიებს თუ არ გვაპატიებს და რა თქმა უნდა ჩვენ სინანული უნდა გქონდეს ამ ყოველფრის მიმართ და მთავარია რომ სწორად გავიაზროთ რომ ეს რამდენად ჩვენთვის ზიანის მომტანი არის როგორც ჯანმრთელობის მხრივ ესევე დამოკიდებულების მხრივ რომ ჩვენ ვართ დამოკიდებულები რაღაცაზე რასაც ვერ ვამბობთ უარს და ეს არის ჩვენთვის მტანჯველი თუნდაც ის რომ გაწუხებს ადამიანს რომ ვერ ერევი ამ ყოველფერს და ძიმე მდგომარეობაში ვართ როცა ამას სწორად გაიაზრებ ადამიანი არც ის მომენტი არ უნდა გქონდეს ადამიანს რომ თუ სხვამ შეძლო და შეუძლია რომ სხვამ დაანებოს თავი რატო არ უნდა დაანებოს შენ თავი ხო ბუნებრივია რომ აუცილებლად ღმერთი ამის ძალას მოგცემ თუ გულით ამას მოინდომებ კი ბატონო სოფი უწეს ესე იგი ადამიანი რომ ამბობს ქრისტიანი ვარო და არ დადის ტაძარში აღსარებას არ ამბობს არ ეზიარება მხოლოდ შრომობს დღე და ღამე რა სიტყვითო ესეთ ადამიანს რა სიტყვის ესეთ ადამიანს უფალიო რა თქმა უნდა ჩვენ როდესაც ეკლესია გვაქვს დაწესებული და ეკლესიაში აღესრულება წეგან ამბობდით რომ წირვალოცვა აღესრულება და ღვთისმსახურება აღესრულება ეს დადგენილი არის ადამიანებისთვის და ჩვენ ხანდახან გვეშლება ხოლმე ის რომ რაღაცა ასოცირდება ეკლესია ადამიანებისთვის რომელიმე სასულიერო პირთან ან ზოგადად
რაცა ქვის შენობასთან, რომელიც არის რაღაცა შევა და იქ ყუდროებას იგრძნობს და სიმშვიდეს იგრძნობს. რა თქმა უნდა, ესეა რომ სიმშვიდე შეიძლება იგრძნო იქ, მაგრამ ეს არის სულიწმიდით დადგენილი ეკლესია, სადაც დაარსებული და დაწესებულები არიან მღვდელმსახურები, რომლებსაც შეუძლიათ აღსარების თქმის შემდეგ ყველარი წაუკითხოს შენდობის ლოცვა და ღმერთმა აპატიოს ეს ცოდვები, ესევე ზიარების საშუალება აქვს ადამიანს და როდესაც ამას თავის თავს აკლებს, ბუნებრივია რომ ის რაღაც უდგომარეობაშია და თავისთვის არის პრობლემა, რომ ამ ყველაფერს აკლდება ადამიანი. კი ბატონო. პირჯრის გამოსახვის ისტორია საიდან იწყება თუ გვაქვს შემონახული რაიმე გადმოცემაო. 3 ჯვარი რომ იპოვეს და ერთ-ერთ თაგანი რომელიც იყო მაცხოვრის ეგ ისტორია ვიცი პირჯრის გაწერს რა მნიშვნელობა აქვს ამას არ ვკითხულობ მე მაინტერესებს კონკრეტულად პირჯვარს რომ გამოვისახავთ ეს ტრადიცია როდიდან და როგორ დამკვიდრდა თუ არის რამე ისტორიაო შემონახულიო. არის გადმოცემები, როდესაც მოციქულების დროიდან მოდის ეს პირჯვის გადაწერა, იყო სხვა ფორმის, იყო თითითი წერდნენ ხოლმე პირჯვა შუბლზე. იყო ეს ნაწილის ხო ესე ჯვარს გამოსახება, რომ ესე თითითაც წერდნენ ხოლმე და კი და ბევრნაირი მე ეს ფორმაცულება განიცადა, როდესაც ეს გონების თვალის გონების გამო რომ გადაისახავდნენ პირჯვას, ეს რა დაცული ყოფილიყო გონებრივად, მე შემდეგში უკვე სხვებოდათ გონების გულის და ეს რაღაც მდგომარეობით და ეს ალბათ მოციქულების დროიდან და ძალიან ესეთი ტრადიცია. მანამდე ძველი აღთქმის პერიოდშიც უამრავ ადგილზე გვხვდება, სადაც მაგალითად მოსე, როდესაც გადის და ბრძოლა არის ხელებს აღაპყრობს და ჯვრის სახით დადგება და ამ დროს როდესაც ხელები ეღლება, ხდება ის რომ რაღაცა წაგებისკენ მიდის მისი ებრაელები და ამ დროს მერე გვერდში დაუდგებიან და ხელს აწევს ესევე, სადაც მაგალითად ჯვარს გამოსახავენ, როდესაც ყველა პირველი პირმშო ეგვიპტეში, როდესაც ეუბნება მოსე რომ ყველა ადამიანს გამოიცხადება ანგელოზი და აუწყებს იმას, რომ ყველა პირმშო პირველი შვილი გარდაეცვლებათ ნებისმიერ ადამიანს, ვის აღწეც არ იქნება სისხლით გამოსახული ჯვარი. ეს ერთი ტრადიცია და უამრავ ადგილზე გვხვდება ძველი აღთქმის პერიოდშიც კი და ეს მოგვასწავლებდა იმას, რომ მაცხოვრის ჯვარცმას და შესაბამისად ჩვენთვის რომ ხსნელი არის, როგორც წერია სამოციქულოში, რომ სხვისთვის ვიღაცეებისთვის არის სიცოფე, ჩვენთვის არის ხსნა და ამიტომ შესაბამისად ეს ფორმა ყოველთვის ჩვენთვის შეწევნა იყო. მაი აღწერს ადამიანი არის უფლის სასძლო. ეს როგორ გავიგოთ სწორად? ხვდები რომ პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. გთხოვთ შესაძლებლობის ფარგლებში გაშალოთ ეს თემაო. მონაზვნობის შემთხვევაში მონაზვნები წინდებიან უფალთან და არის რომ ყოველმე თავის პირად მდგომარეობას როდესაც ოჯახდებიან იმის გამო რომ საზძლოები არიან მაცხოვრის და ეს ამით გამოიხატება რომ მთელი თავის ქალწულებას, თავის სიწმინდეს უძღვნიან ღმერთს და როდესაც ღმერთთან ერთობა ჩვენ ყველა ადამიანები მოწოდებული ვართ იმისთვის რომ ღმერთთან ერთობაში უნდა მოხვდეთ და ჩვენ როცა წარდგებით მარადისობაში გარდაიცვალეს ჩვენი სული და სხეული ერთმანეთს გაეყრება, წარდგებით თისნაში მარადისობაში და მარადილ ერთობაში უნდა მოხვდეთ ღმერთთან. და მათ უკვე განსაკუთრებული ღვაწლი არის პერმონაზნობის და მათ აი ეს გზა აქვთ არჩეული რომ რაღაცა ამას თმობენ თავის პირად ცხოვრებას და უერთდებიან ღმერთს. კი ბატონო. რომელი ტიპიკონით განისაზღვრება გარდაცვლილი პატრიარქის წესის აგების მსახურება და რატომ უნდა უგო სოფლიო პატრიარქმა წესი იმ ქვეყნის პატრიარქს, რომელიც გარდაიცვლება? ეს პატივისცემის ამბავია უბრალოდ, რა თქმა უნდა, ხო სოფლიო პატრიარქია ტიტულარულად სოფლიო პირველი მთავარია და იერარქია და ამიტომ ძალიან პატივისცემაც იყო მის მხრიდან, რომ ჩვენი პატრიარქის წესი აიქვთ. კი ბატონო. შორენ აღწერს მოხუც მშობელს შვილებმა თანაბრად უნდა მიაქციონ ყურადღება, მხოლოდ ერთი შვილი რომ მიტვირთავს და სხვები თავს არიდებენ ზრუნვას, რა სიტყვით ამაზეო? ჩემი მეუღლის დედაო. წეგან მცნებებს შევეხეთ და ვახსენეთ და იქ როდესაც 10 მცნებას როცა გვაძლევს კაცობრიობასა და ღმერთი ადამიანებს როდესაც გადმოგცემს და 10 ფუნქციას გვესაუბრება, წინა პირველი 4 მცნება არის როდესაც ღმერთი გველაპარაკება ღმერთთან ურთიერთობაზე და რუკერპები არ უნდა შევქნათ ღმერთი როგორ ვადიდოთ და თუნდაც უკვე ადამიანურ მცნებებზე გადადის რომ ადამიანი როგორ უნდა მოიქცეს პირველი მცნებას იწყებს ესე რომ მეხუთე მცნებას ამბობს რომ პატივი ეცდე და საშენსა მამასა შენსა რათა პატივი გეყოს და დღეგრძელი ყო ქვეყანასა ზედ პირდაპირ თუ ადამიანს უნდა დღეგრძელობა კეთილდღეობა წარმატება აუცილებლად ამას უნდა აღასრულებდეს რომ მშობლების მიმართ ეს პატივისცემა უნდა ქონდეს და ღვთისგანაც ეს მცნება შემთხვევით არ არის მოცემული ცოტა რომ თავობათა შორის რაღაცა სულ იქნებოდა ეს წინააღმდეგობა და ადამიანს უხს რაღაცა წყენა აქვს უხს რაღაცა თავისებური შეხედულებები აქვს ამ ყველაფრის მიმართ და
აუცილებლად პატივისცემა იქ არ წერია მცნებაში, რომ მაგალითად როგორი იყო დედა, როგორი იყო მამა, ცუდი იყო, კარგი იყო, ის რახან შენი მშობელია და შენი მის სისხლის მატარებელი ხარ და შენი მშობელი არის, აუცილებლად პატივისცემა გვევალება ყველა ადამიანს და რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა ცემდეს პატივს და მისი მოვალეობაც არის. კი ბატონო. სამსახურში ძალიან ხშირად ისმის თანამშრომლებისგან ჩვენს რელიგიაზე და ეკლესიაზე ქილიკი. უნდა ვიჭხუბო, შევეწინააღმდეგო თუ როგორ მოვიქცეო წერს გიგა. მართლმადიდებლობა არ იცვება მუშტიკრივით და ჩხუბით და ცემატყებით, აუცილებლად უნდა ჩვენი სახციელით უნდა ვაჩვენოთ და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ მოცემული გვაქვს ის, რომ მეო სადაც ჩემი სახელი შეგრცხვებათო, იქ რომეც თქვენც შეგარცხვენთო ღმერთიო და აუცილებლად რაღაცა მკაცრად უნდა დავაფიქსრო ჩვენი პოზიცია იმის, რომ ჩვენ მორწმუნეები ვართ და ამის მოსმენა არ მსურს და ასეთ უნდა გაერიდო, მაგრამ ჩვენ შინაგანში უნდა ვეცადოთ ის, რომ აი ეს მათ პირადი სიძულვილი არ გქონდეს ამ ადამიანის და ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად სიყვარულით მივიდგეთ მათ. ისინი ეს ამ მდგომარეობაში რო არიან, ნიშნავს იმას, რომ დაბნეულები არიან და ისეც გონება აქვთ არეული და რაღაცნაირად აღარ უნდა დაუმატოთ და რომ გამამტკიცოთ იმაში ჩვენი ჭუბით და ჩვენი არასწორი რაღაცა უხეში ლაპარაკით და შეურაცხყოფის მიყენებით მათი ეს მდგომარეობა და შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამტკიცდნენ ამ მდგომარეობაში. ჯობია ვილოცოთ მასე და რაღაცა სიმშვიდისკენ და აუცილებლად კაცრი პოზიცია უნდა დავაფიქსროთ. კი ბატონო. ლელა წერს კვირას მამაობის რჩევით არ იგრძალება გარდაცვალებული, რადგან აღდგომის სწორი დღეა და სიხარულს აღნიშნავენ. რატომ გადაწყდა პატრიარქის დაკრძალვა კვირას? გარდაუვალი სიტუაცია იყო თუ რატომ? ხომ უნდა არსებობდეს ერთი აზრი სასულიერო პირთა მხრიდანო? ნუ პატრიარქის შემთხვევაში ხა იქ არ ყოფილა ის, რომ მაგალითად ვინმე წირვას არ დასწრებოდა, ძირითადად წირვის ხდება ხოლმე ისე, რომ რახან გასვენება არის, მე გასვენებაში ვერც წირვას ვერ ესწრება ადამიანი და შესაბამისად ამ წირვას გამოტოვებს ზიარებისგან და შეიკავეს პატრიარქის შემთხვევაში წირვა ჩატარდა წესის აუგეს და მე ამ ყველაფერს არაფერი ხელს არ უშლიდა ამას და ჩვენთვის რაღაცა ესეთი მდგომარეობა იყო, რომ ამ დიდ კივილთან ერთად რაღაცა შინაგანი სულიერი სიხარულიც იყო და რაღაცა ეს ერთმანეთს ავსებდა და რაღაცა ყველა ადამიანი ამით ვიყავით მოცულები და მე მგონი ეს არ არის ის თემა, რადგან შეიძლება რომ რაღაცა გამოსაკიდებელი იყოს რამეში. კი ბატონო. თან ესე მკაცრადაც არ არის უბრალოდ რჩევა არის ადამიანებს, რადგან კვირა აღდგომის სწორი დღეა, რაღაცა თავს ვიკავებთ ხოლმე, მაგრამ ესე მკაცრი აკრძალვა არ არის ამის შესახებ. მაყურებელია, გისმენთ ეთერში ხართ? დიახ, თამბოცეთ მამებო. დაგლოცოთ ღმერთმა გაგახართ. კითხვა მაქვს ესეთი, ახლობელია ჩვენი გადასწრილი, ძალიან დიდი ხნით 15 წელია უკვე და გავაკვეთ, რომ წესი არ ქონდა არ აქვს აგებული და თუ შეიძლება მე შემდგომ რომ მიიყვანონ ამაუდა წესი აუგონ ესე გადასწრეს. დიახ, კი, თავისუფლად შეიძლება. ტაძარში შეიძლება წესი რო აიგოს და ესევე თავისაც დაკრძალულია, იქაც შეიძლება რომ თავისუფლად წესი აიგოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაშინ თუ ვერ აიგო, ჩვეულებრივად ამისგან არ ვართ შეზღუდულები. სოციალური ფობიაო აპარტამენტებიდან მოდის თუ როგორ აიხსნებაო ეკლესიურად? ზოგადად ეს ფობიებიც ნებისმიერი ჩვენი რაღაცა კომპლექსები ალბათ ჩვენი რაღაცა შინაგანი აპარტამენტებიდან მომდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაც სწორად შევხედოთ ხოლმე ადამიანს ზოგიერთ ადამიანს აქვს გადამეტებული საკუთარი თავის მიმართ რაც ზედმეტი სიყვარული არსებობენ ადამიანები რომელსაც პირიქით საკუთარი თავის მიმართ უიწონებენ და სულ რაღაცა ნაკლის კუთხით უყურებენ და სულ გონიათ რომ კომპლექსები აქვთ და ძალიან მძიმედ აღიქვამენ ამას ჩვენ დავაფასებდეთ იმას რომ ჩვენ ღვთის ხატება და მსგავსებად შექმნილი ადამიანები ვართ და დიდი წყალობა არის ღვთისგან ის რომ მოგვეცა საშუალება როგორებიც ვართ მადლიერები უნდა ვიყოთ ამისი ღვთისგან და აი ეს მადლიერება მერეშობს ჩვენში ამ შინაგან სიმშვიდეს სიხარულს და რაღაცა პატივისცემა გაგვსტება ჩვენი თავის მიმართ. კი ბატონო, მაყურებელია. გისმენთ ეთერში ხართ? მამაოსთან ამაქეს. დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ზოგია. თუმცა რა თქმა უნდა შექმნა სამყარო. მადლობა. მერთა სამყარო შექმნა ადამიანისთვის, აუცილებლად, იმიტომ რომ მეც არ ჭირდებოდა სამყარო შექმნა და არც ამოთხი შექმნა და არც რაღაცა ეს ყველაფერი გვირგვინად შექმნა ადამიანი და ადამიანისთვის შეიქმნა ყოველივე
და ადამიანის შექმნა, იმიტომ რომ მისი გარდამეტებული სიყვარულიდან გამომდინარე შექმნა, რომ ის ნეტარება მარტო მისთვის არ ყოფილიყო და ესე გაენაწილებინა ადამიანისთვის მის ღვთის ხატება და მსგავსებართად შექმნილები ადამიანები. კი ბატონო, სიყვარულით შექმნა და ადამიანის შექმნა სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის. კი ბატონო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა თიკო გწერს, ვარ მაზიარებელი აღსარებელი, მაგრამ არის ისეთი ცოდვა, რომლის მიმართაც გულის სიღრმეში სინანულს არ გვგრძნობ, თუმცა აღსარებაში ვამბობო. როგორ მოვიქცეო? რაც შეეხება უნანელობას, ჩვენ აი ესეთ რამეს ვამბობ ხოლმე, რომ როდესაც აქვთ ესეთი პრობლემა, პირველ ცოდვას, როდესაც ადამიანი პირველ ცოდვას ჩადის, სინდის ხმა ამხელს. სინდის ხმა არის აღთო ხმა, რომელიც გვეუბნება, რომ აი არასწორად მოიქეცი, აქ არასწორად მოიქეცი და ეს დისკომფორტი, ანუ ღმერთი გვეუბნება მაშინ, რომ არასწორად ვიქცევით. მე ჩვენ შინაგანად მოგვაქვს არგუმენტები, თუ რატო გავაკეთეთ ეს ყველაფერი, რატო ვაკეთებთ ამას. ერთხელ, ორჯერ, 10 და ეს ხდება ისე, რომ ეს სადღაც ვეღარ საცნობიერებს ადამიანს, შეიძლება ცოდვა იყოს. აი მაგალითად პირველად მოსული ადამიანები აღნიშნავენ ხოლმე იმას, რომ რაღაცა ცოდვის ნუსხას რო გადახედავენ ხოლმე, თურმე რამდენი ცოდვა მქონია ჩადენილი. ანუ მანამდე ვერაცნობიერებს, რომ მას ცოდვები აქვს, იმიტომ რომ ამ ცოდვებზე აღარც ფიქრობს, იმდანაც ყოველდღიურია და იმდანაც მასში ეს რაღაცა ამ სინდისთან შეაგუა ეს ცოდვები, რომ აღარ აწუხებს და ჩვენ აღსარების თქმა, ზიარება, ღმერთთან ურთიერთობა გვეხმარება იმაში, რომ აი ეს გაქვავებული გული ამის შედეგად, როდესაც ვიმართლებთ თავს, დავილბოთ და შინაგანად რაღაცა სწორი ურთიერთობით ღმერთთან აღვადგინოთ ეს ურთიერთობა და შესაბამისად მე აუცილებლად სინამდვილე გაგვიჩნდება. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის ნიკოლოზი გწერს. აღსარებაში აპარტამნების და განკითხვის ცოდვის არ ჩაწერა მიმაჩნია, რომ აუცილებელია. ყველამ უნდა ჩაწეროს ჩემი აზრით ამ ცოდვიდან, რომ მიხვდე გათავისუფლებული ხარ ხიბლს. ნიშანს უკავშირებ თქვენი აზრით ამ ცოდვების გარეშე აღსარება შეიძლებაო, ანუ გულისხმობს აპარტამნებას და განკითხვას ძირითადად, თუ ეს ცოდვები ყველას გვაქვსო და ეს ცოდვები მე ასე ვფიქრობ, აპარტამნება და განკითხვა ყველამ უნდა თქვას აღსარებაში, რომ ხიბლში არ ჩავარდესო, რამდენად მეთანხმებით. ეს რა თქმა უნდა თქვენი შეხედულება, ეს რაც ესეთი რამე, კი აუცილებლად დაცემული ბუნება აქვს ადამიანს და ყველას გვაწუხებს ეს მდგომარეობა და მე ალბათ აი ესეთ რამეს ამბობს იაკობ მოციქული, როდესაც თავის ეპისტოლეში საუბრობს, მართალი ადამიანის ლოცვა ძალიან დიდი ძალა აქვს. და მართალი ადამიანი მე არ მეგულება არავინ ამ ქვეყანაზე, ესე სრულად რომ მართალი იყოს და ცოდვებს არ ჩადიოდეს. ბუნებრივია რომ ადამიანებს აი ამ ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე რაღაცა ჩვენი სისუსტეები გაგვაჩნია. თავარი არის რომ ამ სისუსტეების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ყველა სხვადასხვა ეტაპები აქვს ცხოვრებაში და სულიერ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი არის ხოლმე ხანდახან შეიძლება რომ ეს აუცილებლად ჩვენ გვაქვს ამის რესურსი, რომ შეგვიძლია რომ ამ რაღაცებზე გავიმარჯვოთ და გავმახალდეთ და ზუსტად იმიტომ წერია თუ ეს თანდაყოლილი არის, ამიტომ ღმერთი ამას არ მოგთხოვდა. ჩვენ გვაქვს როდისღაც შეიძლება რომ ამ ყველაფერზე რაღაცით ამაღლდეთ და არ თქვა და არ ჩავარდე ამ ცოდვებში და შეეცადა რომ რაღაცა შეაკავო შენ თავში და ამიტომ ინდივიდუალურია ყველასთან. კეთილი, მაყურებელია ისე. გისმენთ ეთერში ხართ? საღამოში და გესმით. ასეთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება ქალი მანჯილოსანი თუ შეიძლება რომ ქუდით შევიდეს ტაძარში. აი წირვის დროს. ნუ საერთოდ რომ შევიდეს ტაძარში ქუდით. ჩვენ ვიცით მანჯილოსნის თავსაბურავი უნდა ეფაროს ტაძარში და ეს რაღაცა ეტიკეტი არის ესეთი. ვიცით კიდე ის რომ მაგალითად აი ინგლისის დედოფალს როდესაც შეხვედრა ხდება ხოლმე, ახალს აქვთ ხოლმე ამაზე რაღაცა პრეტენზია რომ რატო შეიძლება რომ ამის დამაცხო შეიძლება თავსაფარი არ მეფაროს ესეთი კითხვაც არის ხოლმე და არის ეტიკეტი როდესაც ინგლისის დედოფალს ხვდებიან აუცილებლად შენ უნდა გქონდეს რაღაცა დრეს-კოდი რომელიც ესე ვერ შეხვალ შენი დასაცმლით როგორც შენ გინდა გეცვას რაღაცა მუქი ფერის უნდა ეცვას უნდა თავსაფარი ეფაროს ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება რაღაცები არის რაც ეტიკეტი რაც ვერ დაარღვევ. ახლა წარმოიდგინეთ ღმერთთან ურთიერთობაში როდესაც ღმერთთან შევდივართ ეს საერთოდ ადგენილი წესია რომ ესე უნდა ვქნათ, მაგრამ გამონაკლისის შემთხვევებიც ხდება ხოლმე და ამის გამო ჩვენ ტაძრიდან არ გაგვიგდია არავინ რომ ვიღაცას თავსაფარი არ უცბად შეიძლება შემოვიდეს ადამიანი და უცბად არ კონდეს ამის გამოც არ ამგონია რომ ვინმე ტაძრიდან გააგდოს და რაც შეეხება ქუდით შესვლას გამონაკლისის შემთხვევა ყოველთვის შეიძლება ყველაფრის ალბათ. სავარაუდოდ სასურველია რომ რაღაც თავსაფარი კონდეს. გიორგი წერს ადამიანი და ანგელოზი რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან გარდა სხეულისაო? ადამიანი თავისთავად ხორცშია და ხორციდან გამომდინარე არის ამ
დროში შემოფარგლული და არის რაღაცა ჩვენ საზომში ვართ, რაც ხურცი გვაქვს და დროში გვაქვს და ჭკანადობას ცვლილებას განვიცდით, დროსთან დაკავშირებით და სიკვდილს განვიცდით და სხვა შემთხვევაში ეს რაღაცა სულიც მარადიულია, ანგელოზიც მარადიულია და ამიტომ ანგელოზს გვაქვს. შეუძლია კედელში გავიდეს, კარში გავიდეს, მაგრამ ერთდროულად არ შეუძლია ორად გილასყო. ხო, ორად გილასყობ არ შესაბამისად ეს გულისხმობს მაგას, რომ ხურცი რახან გვაქვს ჩვენ ამისგან რაღაცა პლანკი მდგომარეობა გვაქვს და ხო ეს გვაქვს. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის ევთანაზიის შესახებო რა აზრის ხართ და რამდენად დიდი ცოდვაა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 წლის ესპანელმა გოგონამ ასე დაასრულა სიცოცხლეო. როგორ უნდა ავერიდოთ ამ ცოდვას, თუ კი ამისი ფიქრი მოუვა ადამიანს თავში? ჩვენ ევთანაზიის დროს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ერევა ღვთისგანგებულებაში. ეს თვითმკვლელობაა ჩვეულებრივი და თან შესაბამისად ჩვენ როცა აი მაგათაც აპარატზე როცა შეერთებული ადამიანი გონია ხოლმე რომ რაღაცა მას არ ესმის. აი მე ესეთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ერთ ადამიანს ძალიან ძიმე მდგომარეობაში ყავდა მამა და გოგონა მივიდა და უნდოდა რომ მასთვის რაღაცები ეთქვა, რომელიც აი აპარატზე იყო შეერთებული, დღე-დღეზე იყო გადადებული იყო ადამიანი და მას უნდოდა რაც თავის ტკივილები ეთქვა და რომ მივიდა დაუჩუქა ელაპარაკა, უხსნა ყველაფერი და ესეთ ადამიანს რემლები წამოვიდა აგრძნობინა ის რომ იმის მიხედავად რომ გონზე არ იყო და ჩვენ რო გონიან ხოლმე რომ გონზე არა შეიძლება მახსოვრობაც არ გამოყოს აი გამოვიდეს მდგომარეობიდან შეიძლება მახსოვრობა არ გამოყოს მაგრამ სულში შეცვლილებებს გადის ადამიანი რომელსაც აი გადაწყვეტილებებში ღმერთი რაღაც გამოუშვებს ამას და ჩვენ რო ამაში ხელოვნურად ვერევით ბუნებრივია რომ ეს ღვთის განკარგულებაში შევდივართ არასწორად ეს თავისთავად ცოდვაა და არასწორი კი ბატონო ამარხვაშიო, როდის მთავრდება მუხმოდრეკა და რატომ არ შეიძლებაო სულთმოფენობამდეო, როგორც მახსოვს დიდი ხუთშაბათი. ოთხშაბათის საღამოდან, ხო. სრულდება მუხმოდრეკა. და თომას კვირიდან მეგონი ხდება, ხო? და რატო არ შეიძლებაო ამ პერიოდში? იმდენად სადღესასწაულო მდგომარეობა არის, როდესაც აი კვირის, მაგალითად ერთი კვირის განმავლობაში ყოველი დღე აღდგომის თოლფასი. ჩვენ ვიცით რომ ყველა კვირა დღე არის აღდგომის თოლფასი დღესასწაული და ყველა კვირა დღეს ვიხსენებთ აღდგომას. ესევე არის აღდგომის შემდეგი კვირა დღე არის ყოველ დღე შაბათს სამშაბათს ზუსტად იგივე მდგომარეობა არის, რაც აღდგომის დღესთან. ამიტომ ეს მუხმოდრეკა აღარ დგება, მუხმოდრეკის დროს სინანულის განცდა გვაქვს და ეს განცდა არ გვჭირდება, იმიტომ რომ უკვე გამოხსენილია ყველაფერი და ღმერთისგან რაღაცა ჯოჯოხეთი დამსხრეულია, ამდგარია ქრისტე და ზეიმია. კი ბატონო, მაყურებელია. ისმეთ ეთერში ხართ. დიახ. ისაუბრეთ ეთერში ხართ. მაგენა ხელით წინ არის გადაწერას დროს ამ თითებს სამ თითს ვერ უყრი ერთად თავს. თუდად მაგ ხელი და არა უშავს. როგორც შეძლებთ ისე გადაიწერეთ. კი, რა თქმა უნდა, ის რო თუ შეიძლება მარცხენა ხელი ჩვეულებრივად გადავიწეროთ ხელი. კი ბატონო, როცა დაზიანებული აქვს ადამიანის მარჯვენა ხელი, შეიძლება რომ მარცხენა ხელითაც გადაიწეროს. შეიძლება ორივე ხელი კონდეს დაზიანებული და გონებით თვალით გადაიწეროს და გონებით გადაიწეროს ადამიანი. ამაში არაფერი დარღვევა არ არის. თქვენ ხო ამას შეგნებულად არ აკეთებთ. საბა წერს, ესე იგი, მუსლიმი მეუბნება, რომ თუ ქრისტე ღმერთია, რატომ წარმოთქვა სიტყვები ჯვარზე ღმერთო, რატომ მიმატოვეო? თუ ღმერთია, რატომ თქვაო ესო და ასევე მეორე მაინტერესებს ხადარინელმა ეშმაკმა თუ იცოდა რომ იესო ღმერთია, რატომ დააფიცა მისი ღმერთი? რატომ უთხრა გაფიცებ შენს ღმერთსო? თავიდანვე აღიარებს ხადარინელი ეუბნება რომ ძეო დავითისო შენ გამიშვე იცოდა რომ სხვანაირად ღმერთის გარდა მას ვერამ ვერ შეეხებოდა, ხო ეშმაკს როგორ შეეხებოდა ვინმე და თვითონვე აღიარებს ამას რომ ღმერთი ხარ და გამიშვი აი მღორების კოლჩი შემიშვიო და ამიტომ კარჩანს რამე რომელიც არ აღიარებს. აქ რაც შეეხება ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ამბობს ამას, რომ განცდა იმის, რომ დიდი ტკივილია და ღმერთო რატომ იმატოვე, ეს არის მამას მიმართავს და მანამდეც ამბობს თუ რამე არის საშუალება იმისი, რომ შეიძლება სასმისი ამარიდო, ღმერთო ამარიდე სასმისი და მას ვიცით ჩვენ ქრისტეს ქონდა ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება ერთად და ეს ადამიანური ბუნებით ამას ამბობს. მადლენა გწერთ, ხო, განმიმარტოთო, მარადღე კდემულებაი ჩემი ჩემ წინაშე არსო. ღვთის წინაშე ალბათ ამოკიდებულებას გულისხმობს, რომელიც არის ღვთის კდემულება ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირი მოწწება ღმერთის წინაშე და ჩვენ გვაქვს
51 ფსალმოში ესევე სიტყვები, რომ გული შემოსული, სული შემოსული ღმერთთან არ შეურაცხყოფს. ეს ნიშნავს იმას, რომ თავმდაბალი ადამიანის გულს ღმერთი არ შეურაცხყოფს და განსაცდელებს არ დაუშვებს და აი ეს კდემულებას ნიშნავს მაგას, რომ რაღაცა მოწწება გვაქვს ისინეში და მარად მდგომარეობაში აი ეს რაღაცა მოწწება გვაქვს ისე. კი ბატონო, შემდეგ კითხვა არის მარინე წერს, რას ნიშნავს ზალო უსწლო? ну დაძლევასთან არის დაკავშირებული, როგორც ვიცი. ძალა, დაძლევა, დამაძლევინე, მე მგონა ან ზალო უსწლო. შეიძლება ზალი, სარძლო. სარძლო და ურძლო, ანუ ამ შემთხვევაში ღვთისმშობელზე ალბათ ხარ. შეიძლება, კი ბატონო. დაამლოცეთ მამაო, სოფიო წერს, დიდ მარხვაში ყოველთვის ერთი და იგივე განსასწრელი მოქვს და რას შეიძლება ეს ნიშნავდეს? ჩვენ განსაცდელებს ხანდახან ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ რაღაცა ერთ რომ მივახსარება შეიტყვის ეს რაღაცა გამოხატავს ღვთისმშობლის პატივისცემას და რაღაც ცდილობს რომ რაღაცები შეცვალოს, გონია რომ წამშინა დაულაგდეს ეს ყველაფერი და ესე არ ხდება ხოლმე. ხშირ შემთხვევაში ადამიანი შედის თვითონ ამ განსაცდელში, რაღაც სირთულეებში, ჩვევაში გადაასდის რაღაცა ცოდვები და ღმერთი ესე უცბად არ იღებს მისგან ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ ელოდება მას უნდა რომ გამარჯვებინოს და მოარევინოს მასე და ჩვენ ვიცით რომ რაც რთულად მიიღწევა და რაც ჩვენი მხრიდან შრომატევადია და ამას ჩვენით ვაკეთებთ, ამას ბევრად ძვირფასია და ჩვენთვის ღირებულია, როგორც 64 შემთხვევაში ადამა და ევამ ძალიან მარტივად დაკარგეს, იმიტომ რომ მათ ეს 8 წელი არ ქონიათ და შესაბამისად მე როგორ ბევრი ცრემლის და ტირილის და შრომის შედეგად მოუწიათ იმის დაბრუნება უკან, როდესაც მე ცხონებულიყვნენ და ამიტომ ადამიანებს აი ეს ღმერთი უშვებს ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ მოგვარებინოს. ხშირ შემთხვევაში ამ ცოდვებში ჩვენ თვითონ შევდივართ და შესაბამისად ჩვენ თვითონ უნდა გამოვიდეთ. როცა ახლა მარიამ ეგვიპტელის კვირა იყო და როდესაც ზოსიმე პალესტინელი ელაპარაკება მარიამ ეგვიპტელს და ეუბნება ის რამეს, რომ ამდენი ხარ როდესაც თხოვს რომ ზოსიმე პალესტინელი გეხოცები ჩემ ცილოცეო, ჰაერში აიწევა იქ მერე დაინახავს რომ დინარეზე გადაივლის და ეკითხება აი რამდენ ხანში მიაღწია ამ მდგომარეობას. მარიამ ეგვიპტელი ეუბნება როგორ დააღწია თავი ამდენ ცოდვებს, რაც უხსენებათ რომ მარიამ ეგვიპტელი ძალიან ძიმე ცოდვებში იყო. და ამბობს ესეთ რამეს, რომ ამდენი წელი ამ ცოდვაში ვიყავ, ამდენი წელი დამჭირდა, რომ ამ ცოდვებიდან გამოსულიყავ. ეს ღმერთს ხო შეეძლო, რომ მაგათ ერთი სინამდვილის შედეგად ეს ყველაფერი ეპატიებდა და გამქრალიყო მისგან. ეს რამეს ამბობს, რომ როდესაც უნებებიო შემოდიოდა ჩემში, გავართხმევოდიო მიწაზე, ხო ხავდიო, რომ ღვთისმშობლში მეგრძნო ისო, რომ მე როგორი მიწადანაც არ ვიყავიო და ღმერთს ვთხოვდიო შეწევნასა და დახმარებას, როდესაც ეს ჩემი ნებები, ფიქრები მახსენდებოდა, მაშინდელი სიმღერებიო, ცეკვებიო როკვამინდებოდაო და ცეკვამინდებოდაო ესე აღწერს თავის ტკივილებს მარიამ ეგვიპტელი და ეს ხდება იმიტომ რომ ღმერთმა ეგ თავიდან ბოლომდე დააძლევინა ეს თვითონვე რაცოდვებში თვითონ იყო ამ ცოდვების მიმართ რაღაცა თითქმის ეს პერიოდი ზუსტად იგივე პერიოდი და იგივე მდგომარეობით გამოიყვანა ამ მდგომარეობიდან და მე ამიტომ მიაღწია ამ ხელამას და ჩვენთვის რა ვიცი ძალიან დიდი დედაა და ეს ამას უშვებს ხოლმე ხანდახან ღმერთი და ძალიან წყალობა არის ღვთისგან რომ ჩვენ თვითონ მოვერიგოთ. კი ბატონო. მაყურებელი. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში ხარ. ანუ მამაოს მინდა დიახ. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. ისაუბრე. ამ სინადადების გაანალიზება მინდა. უფალო მაცხოვნე მე და სიმართითა შენ და გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი და წყალობითა შენ და მოსწერი ჩემი და სასმი და ყოველი მაჭირვებელი სულისა ჩემისანი. და მე თუ მე მონაი შენი ვარ. კი ბატონო. ну პირდაპირ გულისხმობს იმას რომ ღმერთო შემეწე და ამეხმარო შენთან მინდა ყოფნა და დამეხმარე იმაში რომ ჩემს ირგვლივ ვინც მე ხელს მისლის ამ ჩემი ტერიერი შემეწე იმაში რომ დავძლიო ეს და შენს წინაშე თორე ძალიან რაღაცა ესეთი კი ფსალმური სიტყვებია ლამაზი რომელიც კი ბატონო. ესე იგი ეგ აქვს წერს რომ თქვენგანო ესეთი ახსნა მაინტერესებსო, რატომ ხდება რომ ზოგი ადამიანის გულში ჩნდება სინანული, ზოგისაში კი არაო. სინანულს რაც შეეხება, ესეც ღვთის წყალობა არის სინანულის მოსვლა, მაგრამ ადამიანებს ალბათ გვაქვს ხოლმე ის რომ ხანდახან არ გგონია რომ რაღაცებს ვაშავებთ და სულ აი ეს თავიდან რაც ვამბობთ რომ სიმდაბლე გვაკლია შესაბამისად და თან ის რომ ჩვენს უგონია რომ აი რაღაცა ნაკლებად მოგვითხოვება რაღაცა იმ სინდისთან აი იმ გარიგებებში შევდივართ და უხსნით რომ აი რაღაცა უმტკიცებთ იმას რომ რაღაცა ეს არ არის ცოდვა და ცოდვებს უფრო ხედავთ. კი
და ბევრი მიზეზია ალბათ ამისი, რომ რაღაცნაირად ეს სინანული არ გვაქვს ხოლმე და ამასაც წმინდა ამბი გვირჩევენ ხოლმე, რომ თხოვეთო სინანულისთვის, რომ ღმერთო სინანული მოგმადლე და ეს დიდი ღვთის წყალობა არის. რა სინანული გქონდეს. რა აძლიერებს რწმენასო? რწმენას აძლიერებს ღმერთზე მინდობა, რაღაცა იმ უხილავის დაჯერება, რომელიც რაღაცა ჩვენ აუცილებლად მივდივართ იქამდე, რომ რაღაცა ეს ხელშესახები ურთიერთობა ღმერთთან ესე არ გვაქვს, რომ მივიდეთ და რაღაცა დაუზრდეთ ღმერთს და ვესაუბროთ. ჩვენ ძველი აღთქმიდან მოყოლებული ადამიანებს ეცხადებოდათ ღმერთი და მე შემდეგ როდესაც ქრისტე განკაცდა და ეს ურთიერთობა ჰქონდათ, იმის მერე ჩვენ სახარებაში გვიწერია და ეს გაცნობა ის რომ მაგალითად სახარების შინაარსის გაცნობა იმის რომ აგვევალება ჩვენ ადამიანებს ესევე წმინდანების ცხოვრება რომლებსაც ჩვენამდე გაიარეს ის გზა რომ მივიდნენ იქამდე რომ ღმერთთან სიახლოვე მოიპოვეს. აი ხშირად აქვთ ხოლმე ესეთი თქმა იციან ხოლმე რომ შენ მამაო რაღაცა სასულიერო პირი ხარ და მღვდელი ხარ და რატომაც არა მარტივად შეგიძლია რაღაცეების კეთება და ნამდვილად არ არის ესე. ჩვენ აი მამა გურამის დამეთანხმება იმაში რომ ჩვენ სასულიერო პირები ვართ და დღეს აქამდე რომ მოვედით აუცილებლად ბევრი შემოთავაზება წინაღობა გქონდა იმისი რომ დღეს სასულიერო პირები არ ყოფილიყავით და ჩვენი გზა და არჩევანი ბევრჯერ დადასტურდა იქამდე რომ აი ესე აქამდე მოსულიყავით რა როგორ კარგად და შეიძლება უკეთესად შეიძლებოდა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ჩვენ აი ეს არჩევანი გქონდა ესევე უდგებათ ხოლმე ადამიანებს ეს არჩევანი და მე ამის არჩევანის შესაბამისად ცხოვრობთ ხოლმე და ამაში ეს გვეხმარება ჩვენ გამრავლილი წმინდანების ცხოვრება და კიდევ ერთხელ თუ ვინმე შეუძლია რომ რაღაცას მიაღწიოს ჩვენც აუცილებლად შეგვიძლია და აი ეს мотиваცია უნდა გქონდეს ხოლმე. კი ბატონო, ლევანი გვწერს ბოლო პერიოდში გავრცელდა ვიდეოები მხოლოდ რწმენით ცხონებაზეო და ამაზე რომ გააკეთოთ მართლმადიდებლური ახსნა განმარტება. წარმოუდგენელია ეს რომ მარტო რწმენით რა თქმა უნდა ღვთის ხელში ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ ვიცით აი ერთ-ერთი არგუმენტი მოვაქვთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით ჯვარცმული ავაზაკის, მაგრამ წარმოუდგენელი არის რომ აი ჯვარცმულ ავაზაკში ზუსტად გვერდზე ყავდა გაკრული ჯვარცმულ ავაზაკს მაცხოვარი, რომელიც იყო ადამიანი, რომელსაც იყო დამცირებული, ჯვარზე გაკრული, შეურაცხყოფილი, ესეც ჩვენ როდესაც ჯვარზე გვდება მაცხოვარი, ამბობს ესეც შეერთდი მდგომარეობა რომ თავს ჩამოაგდებს და უშვებს მასზე სიკვდილს. ესევე უშვებს ადამიანებს რომ დააკავონ, ნებას აძლევს სიკვდილს და ნებას აძლევს ესევე შეყრობისა. არა ჯერ კვდება და მე თავს აგდებს, არა ჯერ თავს აგდებს და მე მოდის სიკვდილი. და ეს არის ერთ-ერთი განმარტებით ის რომ ამას რაღაცა ერთი ამ ყველაფერს აკონტროლებს სიკვდილს, ის ნებით მიდის ამ ყველაფერზე, ნებით ზუსტად იგივენაირად აი როდესაც პეტრე მოციქული ამოიღებს ქარქაშიდან ხმალს და ერთ-ერთ მონას მალქოს ყურს აჭრის, მაშინ ეუბნება რომ ჩააგე ქარქაში, იმიტომ რომ მე არ ვარ ამ ძალისთვის მოსული და ეს უნდა აღასრულონ მათ, თორემ რომ მიდოდეს 12 ლეგიონს მოვიწევ და აქ პირისაგან აღიგვება ყველაფერი და აგრძნობინებს იმას და ეუბნება ამით იმას რომ მე არ ვარ ამისთვის მე შემიძლია რომ ყველაფერი შევძლო და აძლევს ნებასიქას და აპატიმრონ ადამიანებს წარმოადგენს აძლევს იმის საშუალებას რომ ვიღაცამ თავში წამოარტყა და ეკითხება მე მეურება რომელი ვიყავ ეკლესიის გვირგვინი დაადგეს ანირწყვეს ქრისტეს და ესეთ ადამიანში ჯვარცმული ავაზაკი პოულობს ღმერთს და ამბობს იმას რომ მას არაფერი არ დაუშავებია და ჩვენ დავაშავეთ ძალიან ბევრი ერთი ისე მობილად რჩება და მეორე ამაში ურთულესი რამე არის რომ ადამიანმა ეს დაინახო და ალბათ ეს არის უნიკალური შემთხვევა როდესაც ეს აღიარებაც უკვე საქმეა მისი საქმე აუცილებლად და ნიშნავს იმას რომ მან ღმერთის წინაშე თავისი არასწორი საქციელები აღიარა სინანული გამოხატა და ჩვენ ახლა ზირთად ესეთი რამე გვხვდება რომ შეგვიძლია ძალიან ჩვეულებრივად იცხოვროს ადამიანმა აი მაგ ვერსიით რომ მაგალითად ნებისმიერ თავარი არ წამდეს. ესე იგი ნიშნავს იმას რომ ცოდები არაფერი არ არის. ჩვენ ვიცით რომ ყველა ნებისმიერ ჩვენს ქმედებას მოყვება თავისი შედეგები. არ არსებობს არც ნებისმიერ სიკეთეს გაფიქრებულ სიკეთესაც სიბოროსაც რა თქმა უნდა და მას არ აქცევს. პირდაპირ შემსწრე არის იმისი ეშმაკი როგორ შეიქმნა სამყარო როგორ და სარწმუნოების მხრივ მას არანაირი პრობლემა არ აქვს. წარმოუდგენელია რომ საქმე არ ჭირდებოს. მაშინ ჩვენი ყველა ადამიანის ღვაწლი სისულელი არის და არაფრის მომცემი არ არის თუნდაც ის რომ მაგალითად ჩვენ ვიზღუდავთ იმას რომ
ჩვენი შესამოსილით იქნება ეს სიარულის სიცხეში, მარხვა, უამრავი რამის გამო, თუნდაც სასულიერო პირებს უამრავი შეზღუდვა ხო ხალხში საზოგადოებაში მარტივად ვერ ვართ იქ ვიკავებ თავს, იქ აუზზე სიარული იქნება, იქ რაღაცა თხილა, რაღაც ბევრი რაღაცისგან ადამიანები იკავებენ თავს. ყველანაირი ნებისმიერი ღვაწლი და ნებისმიერი მორწმუნე იკავებს რაღაცეებისგან თავს და ნებისმიერი ღვაწლი გამოდის, რომ არაფრის მომცემი არ არის და სიტყულად ვაკეთებთ ამ ყველაფერს და ჩვენ ეს არ ვიცი წმინდანებიც ხო, აი როდესაც ჩვენ ეკლესიაში შევდივართ და ხატები არის გამოსახული, ყველა ადამიანს აქვს უდიდესი ღვაწლი და შრომა იმაში, რომ წმინდანი გამხდარიყო. არავინ არ შესულა სასწაულში ისტორია აქვს ასე. არავინ არ შესულა სასწაულში დოლგარმონით და მარტო უბრალოდ წამს და ესე ვაღიარებ ესე არ არის. ჩვენ 100.000 მოწამეც ხო? წარმოიდგინე 100.000 მოწამე ხაძე ფეხი არ დააბიჯა. მაშინ ჯოგებურად უთქვა რომ მე წამს და აებიჯებინათ გაელოთ და არ იქნებოდნენ სიწმინდე. და მე მოვინანე. ხო. ჩვენეთ მათი ისტორია არ შეცოდინებოდა. ამიტომ ძალიან დიდი ტყუილი არის და არაფერს მომცემი და სიზარმაციდან გამომდინარე და მოციქულებიც ამ იაკობ მოციქული პირდაპირ ამბობს რომ რწმენა საქმის გარეშე არის მკვდარი. და ეს რწმენა არის საფუძველი, ხოლო საქმეები მისი ნაყოფი არის და აუცილებლად წარმოუდგენელი რომ ადამიანმა თქვას მწამს. ნაყოფის გარეშე არ შეიძლება რა თქმა უნდა. წარმოუდგენელი ადამიანმა ამბობდეს მწამს და ქრისტეს სადახურს არ იღებდეს, არ ეზიარებოდეს, აღსარებას არ ამბობდეს, თავის ნებების დათრგმნას არ ცდილობდეს, არ ცდილობდეს იმას რომ რაღაცა ნაბიჯი ეკლესია აცხადებს მარხვას და არ მარხულობდეს ადამიანი. არ ცდილობდეს რომ რაღაცნაირად ღვთისმოში დაწინაურდეს. თუ მართლა გწამს, აუცილებლად მოგინდება რომ საქმეც აღასრულო. რა თქმა უნდა. აი როგორ შეიძლება არ მოგინდეს და რაღაცა მხოლოდ ესეთი შენი რწმენით ინდიფერენტული იყო. ხო, ძალიან მარტივია ხა მაგათ ადამიანს შვილი რო უყვარს და შვილზე რო თქვას მარტო მიყვარს და არ იზრუნოს მასე, ან ჩაცმაზე იზრუნოს, ან დახურვაზე, საჭმელზე არ იზრუნოს და ესე მიაგდოს რა თქმა უნდა. სწორი. მე მგონი ამაზე არაფერი ორი აზრი არ არსებობს და რა სტითიდან გამოწოვილი ესეთი საკითხი არის და რაღაცა ზოგიერთ ადამიანებზე მორგებული მდგომარეობა რომ ესე ძალიან მარტივია ესეთი ქრისტიანობა და ესეთი სარწმუნოება ძალიან მარტივია რომ რაღაცა წამოწევები და ხა მე მწამს და თავისი დაალაგდება ყველაფერი და მე ვცხონდები არ ხდება ეს რა თქმა უნდა მაყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა გისმენთ ეთერში ხართ დიახ დაალაგდება ისაუბრეთ გამარჯობა გისმენთ დასვით კითხვა ჩემო კარგო. ესეთი კითხვა მაქვს 10 წელია ვიტანჯები იძულებითი ქმედებებით და პერფექციონიზმით. დიახ. ესეთი ტელევიზორს მოშორდით, რადგან ხმა მეორდება. დიახ. სულ ვაკეთებ ერთი და იგივეს, ესეთი წესები მაქვს, მაგალითად სულ ჩვევებთან დაკავშირებით, რომ სულ ჩვევებს ვიმეორებ სულ ერთი და იგივე 10 წელია. იქიდან გამომდინარე, რომ თუ კარგად ვერ გავაკეთე, აი მაგალითად სიგარეტის მოწევა თუ კარგად არ მოწვიე, თუ ყავა კარგად არ დავლიე, ან რაიმე ესეთი მსგავსი იგივეს ვიმეორებ და ვერ თავისუფლებ, ესეთი პერფექციონიზმი მაწუხებს 10 წელია და როგორ დავძლიო, შეგიძლიათ მითხრათ? მინდა რომ რაღაცნაირად გავთავისუფლდე, რა ვილოცო, როგორ მოვიქცე, ექიმთან კი ვკურნალობ, ფსიქიატრთან, მაგრამ ვერ ვახცევ თავს ამ საშინელ ჩვევებს, რომ ერთი და იგივეს ვიმეორებ, თუ კარგად არ გამომივიდა იქამდე. ეს არის ჩემი კითხვა. მადლობა ძალიან. გაგახაროს ღმერთმა დაგლოცოს და შეგეწიოთ ღმერთი. რა ვიცი, აი ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ის, რომ რაცა მიხვდე ამის შინაარსში, რომ არაფრის მომცემი არ არის. ნართული ალბათ, როდესაც ეს რაღაცა მოტმასნილია შენზე და შინაგანად ესე მოქმედებს, ალბათ ისე ლოცვით და ღმერთთან ურთიერთობით, ზიარებით, მით უმეტესად ფსიქოლოგთან დადიხართ, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცა გუთხით, როცა ადამიანი საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს და ვერ შვება იმას, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგოს, სწორი ნაბიჯები, ამაში ფსიქოლოგი ეხმარება ხოლმე, მაგრამ აი გაგრძელება აუცილებელია იმისი, რომ აი ღმერთთან სწორი ურთიერთობა გქონდეს, ზიარებით, აღსარებით, ლოცვით და ღმერთს რო თქო, მე არ მეგულება არც ერთი გულწრფელი ლოცვა, რომელსაც ღმერთს არ შეესრულებინოს და ვისაც გული თითხოვ ღმერთს შეგეწება და გეხმარება. ესე იგი შეიძლება ესე ჩამოყალიბდეთ, რომ ფსიქიატრთან მკურნალობა, საკუთარ თავზე მუშაობა და ბრძოლა ამისთვის და გონებაში უნდა გაიაზრო, რომ ეს არაფრის მომცემი არის და როცა ეს მოგინდება, მაშინ უნდა დაფიქრდე, რომ ეს არაფერს არ მაძლევს მე და უნდა ებრძოლო საკუთარ თავს და ღმერთს უნდა თხოვო მთელი გულით, რომ გაგანთავისუფლოს ამისგან და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად გექნებათ.
ისევ მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? დიახ. ისაუბრეთ. საღამოშვიდობას. მაქვს ორი შეკითხვა. დიახ. ერთი ასეთია, აი როცა გვაქვს ფოტოგრაფიები სახში პირადი არქივიდან და ზოგი ორია, ზოგი დაძველდა. იმისი დახება და გადაყრა. ცოდვა ჩაგვეთვლება თუ არა. ეს ერთი შეკითხვა და მეორე მაინტერესებს მე თითქმის მუდმივად მაქვს ჩართული საპატრიარქოს არხი და უსმენ ლოცვებს, დილის ლოცვებს უსმენ, რასაკვირველია ზოგი ზეპირადაც ვიცი, მაგრამ კი არ ვკითხულობ, არამედ ვისმენ და აი ამაში რამე ცუდი ხომ არ არის. მადლობა. მადლობა. სურათებს რაც შეეხება, არ მგონია რომ გადაყრასთან დაკავშირებით რამე პრობლემა იყოს, ან ჩვეულებრივი ამბავია და ამაში არ შენახავდა დრო გაიკარგოს დაასკანერით ამ ფოტოები გადააყრა. არა, ორზე იყო საუბარი, ერთი რომ გამოხსნეს და ერთი რომ დაარჩეს, ხო? ამიტომ პრობლემა არ იქნება, ამაში ცოდვა არაფერი არ არის, რომ ამას აშავებდით. რაც შეეხება ლოცვასთან დაკავშირებით, წეგან იგივე კითხვა იყო ზუსტად და იგივეს გავამეორებ, რომ როდესაც ღმერთთან ურთიერთობაზეა ლაპარაკი და ღმერთს ჩვენი ურთიერთებით, რა თქმა უნდა, მოწევა და პატივისცემა უნდა გქონდეს და თუ გვაქვს ამის საშუალება, აუცილებლად უნდა დავდგეთ და ხატების წინაშე რაღაცა ჩვენი თუნდაც ის რომ აი სანამ ხატებთანაც მიმართ რაღაცა ერთ წუთი დავფიქრდეთ, ვისთან მივდივართ სალაპარაკოთ, რომ ღმერთს უნდა ღმერთთან მარტო ესე უბრალოდ ჩვენ მოვალეობა მოვიხადოთ, რომ რაღაცები ვუთხრათ და ესე ვიყოთ, არ არის. აუცილებლად ლოცვა არის დიალოგი, როდესაც ღმერთს ისაუბრები და შენს გულში გრძნობ იმას, რომ რაღაცა სიხარული შემოდის. ეს მარტო მოვალეობის მიზნით, რომ უბრალოდ მე ვისმენ და ამით დაიკმაყოფილოს ადამიანმა თავი, ალბათ არ იქნება კარგი. ხდება ხოლმე ესეც რაღაცა გამონაკლისის შემთხვევები, როდესაც ვიღაცას შეიძლება არ შეუძლია, მაგალითად ჯდომა შეუძლია და ვერ დგება ხატებთან, საბამისად მოსმენაც ეს ძალიან ისეთი პრაქტიკა არის და კიდევ ერთხელ იმიტომ არის დადგენილი თუნდაც საპატრიარქოს ტელევიზიაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანს ეხმარება და ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეგ დატვირთვა აქვს და. აჰა, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა. ცოტა დიდი კითხვა, თეა გვწერს. როდესაც გულში მიუტევდა აპატიებ ადამიანს, რომელსაც წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდი და ვერ პატიობდი, მაგრამ უფლის სასწაულით და მადლით მოხდა მიიტევება. გულში აღარ არის წყენა. მასზე ლოცულობ კიდეც და აღარც ბრაზობ, მაგრამ მაინც ერიდება ურთიერთობას და თითქოს არ გინდა ურთიერთობა. ასეთ მდგომარეობაში ზიარების მიღება გამართლებულია, ანუ ხომ არ ცოდავს უფრო მეტად ამ დროს ადამიანი. რა აზრი აქვს ისეთ ზიარებას თუ ვინმესთან ხარ უძრახადო, რამდენად სწორად დავწერე არ ვიციო. ჩვენ გვიწერია რომ როდესაც მსხვერპლს რო წირავდეო და ნაწყენი იყო ვიღაცაზე, აუცილებლად მიდიოდა შენდობა თხოვე და მე გავაგზავნე რომ მსხვერპლს შეწირავ და ესევე ნებისმიერ ქრისტიანს ეს გვევალება რომ რაღაც ნაწყენები არ უნდა ვიყოთ ერთმანეთზე, აუცილებლად უნდა ვიცადოთ რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. თუ ეხლა როდესაც ამ ვიღაცას თქო და შეიძლება მეორე მხარე ვერ შეება იმას რომ გადაალახოს თავისი შინაგანი მდგომარეობა და ვეღარ აღადგენს იმ ურთიერთობას, ბუნებრივია რომ ხვეწნას ვერ დაუწყებ ერავის ადამიანს. შენი მხრიდან უნდა იცადო რომ მიტევება ნიშნავს იმას რომ აპატია მოთმენა სხვა მდგომარეობა რომ აქედან აქამდე ითმე და მე ისე ვიგივენერე შეიძლება გაგიცოცხლდეს ის წყენა და დგენა რაც მანამდე გაწყენინა ადამიანმა. ამიტომ რაღაცნაირად უნდა იცადოთ რომ ბოლომდე აპატიოთ და თუ აპატიებთ კიდე რაღაცა იგივე ურთიერთობა შეიძლება აღარ დაბრუნდეს და ამაზე ალბათ გულიც არ უნდა დაგწყდეთ და ეს ზიარებისგან არ გაგაყენებ ჩვეულებრივი ამბავი არის. მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ. საღამოშვიდობის. დაგლოცეთ თქვენ. ასეთი კითხვა მაქვს, აი ლოცვის დროს ყურადღება სხვა რაღაცებზე გამერბის ხოლმე და ხანდახან ოღონდ ყოველთვის არა, ხანდახან და ისე გულმოდგინედ ლოცვობ ხოლმე, ხან სრემლიც მომადგება, მაგრამ ზოგჯერ ყურადღება გამერბის ხოლმე სხვა რაღაცებზე და აი რომ უკვე აღზე რომ მოვალ ნახევარზე მეტი ლოცვა წაკითხული მაქვს ხოლმე ისე რომ ვიქრათ წერია თითქმის აი თავში არც არაფერს გაუვლია რა. ხოდა კიდევ ერთი ესეთი კითხვა მაქვს რომ ანუ ძღოლად მუშაობ და თბილისში მიწევს ხოლმე საცობებში სიარული და თბილისის ლოცვის დროს ამ 12 ან 3 საათი რომ მოუწევს ხოლმე ხანდახან ვერ ვაახერხებ რომ გავაჩეროს შუა ზოლში ვარ იქ
5 წუთის მერე ან 10 წუთის მერე თუ შეიძლება რომ დავიკითხო ხოლმე, ან უფრო ადრე თუ შეიძლება რომ დავიკითხო ხოლმე. მადლობა. რაც შეეხება ლოცვას, ალბათ ყველაზე რთული მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ძალიან გვიჭირს ჩვენ სასულიერო პირებსაც კი გვიჭირს ხოლმე ხანდახან და ესე 1000 ფიქრი შემოდის, სულ წინააღმდეგობა არის, რომ ეს მთელი გულით და სულით არ წავიკითხოთ ეს ლოცვა და სულ ამაში უნდა ვიბრძოდეთ, რომ მოვაბრუნოთ ეს ჩვენი გონება და ესე ვიკონცენტრირდეთ იმ ლოცვაზე, რასაც ვკითხულობთ და ურთულესია და ალბათ ლოცვის სწავლა ხდება მხოლოდ ლოცვით. სხვანაირად ვერ შეიძლება ადამიანი რომ რაღაცა პრაქტიკაში ისწავლება ლოცვა. რაც უფრო ხშირად ლოცულობს ადამიანი და საკუთარ გონებას მოაბრუნებს და ცდილობს რომ გულწრფელი დამოკიდებულება ქონდეს ღმერთთან და იქიდან შედეგს ელოდებოდეს. აი ესე ისწავლება ლოცვა და ამას ალბათ დრო უნდა და თქვენ ახლა გეტყობათ რომ ეს ყველაფერი გაწუხებთ და ცდილობთ რომ სწორი ნაბიჯები და ეს რაღაცა სწორი მიდგომა არის რომ აი ამას როცა ფიქრობთ უკვე კარგია ეს და რაღაცნაირად შეძლებთ იმას რომ გაიმარჯვოთ ამ რაღაცას დროთა განმავლობაში და ალბათ სრულად იმას მიაღწიოს ადამიანმა რომ გონებაში რაღაცა არ მოძდიოდეს ურთულესი რამე ეს რაღაცა მაღალი საფეხური არის. რაც შეეხება აი ზუსტად წეგან რომ საუბრობთ იმაზე რომ ესე დროს არის ზუსტად საპატრიარქოს ტელევიზიიდან 7 დღის ლოცვები ესე როდესაც გზაში ადამიანი შეიძლება რომ მოусმინოს უბრალოდ და რადიოშიც არის კი ბატონო და ეს რადიოდან მოსმენილი თუნდაც ტელეფონში შეიძლება რაღაცა ესე როდესაც ესე არ გიხერხდება ადამიანის გაჩერება თუ რაღაც ახლა მის საშუალება არის ადამიანმა გააჩეროს და გულმოდგინეთ ილოცოს ატომაც არა მაგრამ ამისთვის არის ეს ლოცვები კი ბატონო როგორ შევძლოთ თავშეკავებაო თავშეკავება ალბათ ეს მარხვაც ზუსტად მაგას ემსახურება რომ ჩვენ ვცდილობთ თავშეკავებას როდესაც გემრიელი საკვებისგან თავს ვიკავებთ და ხორციელად ესე რაღაცა შედარებით უფრო ისეთ საკვებს ვიღებთ რომელიც შეიძლება ისეთი გემრიელი არ იყოს როგორც მაგათაც არასამარხო ამით ვცდილობთ იმას რომ ჩვენი შინაგანი უნებები ჩვენი შინაგანი მოთხოვნილებებისგან თავშეკავება ვისწავლოთ და ჩვენი შეხედულებები რაც მაგათაც არ წაგვადგება როგორც პავლე მოციქულნებას ესეც სიტყვებს რომ ყველაფრის კეთება შემიძლია მე მაგრამ ჩემთვის ყველაფერი კარგი არ არის ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ ადამიანს შეიძლება რაღაცეები შეეძლოს რომ რაღაცა ესეთი საკვები მიიღოს ესეთი არასწორი რაღაცეები მიიღოს მაგრამ ის პრაქტიკიდან რომ ეს მას არ რაღაცა შაქარი აქვს და საერთოდ მასე ცუდად მოქმედებს ხო შაქარი ჩვენ ვცდილობთ იმას რომ ვისწავლოთ ამაზე გამარჯვება ზუსტად ესევე არის თავშეკავებაც როდესაც ჩვენ ეს არა თავშეკავება გვაზიანებს და არასწორი რაღაცეებისგან მივყავართ შესაბამისად უნდა მოვიძიოთ შინაგანი რესურსი რომ გავიმარჯვოთ ამას კი ბატონო მაყურებელია ეს გისმენთ ეთერში ხართ დიახ დასვით კითხვა პირდაპირ ეთერში საღამოშტობს ერთი შეკითხვა მინდოდა კი ბატონო ნერვიულობ ეს ყველაფერნაირად ვიცავ მართლაც ყველაფერს მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არ წუდება ეს ჩემი არაფერი ეკლესიაში მეშინიაში ეს მოგერ შევდივარ მოხუცებთან მისვლა მეშინია ყველანაირად ყველაფერს ვაკეთებ ისე რომ ვერ იმასები რა ქვია ელთან და იმასთან ვერ მივდივარ შევიმართლარი არ შეიძლება საერთოდ რომ მირჩიო დამიშვა კი ბატონო ჩვენ ერთმა მოგცეთ მკნეობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა სულის და ჩვენ მღვდლები ხშირად გვიწევს ხოლმე ამაზე საუბარი რომ მე ურჩევ ხოლმე ადამიანებს რომ მე არ მაინტერესებს ადამიანის ცოდვები და არც ერთ ნებისმიერ მღვდელს რომ რაღაცა აინტერესებდეს ვინ როგორ შეცოდა და ვინ როგორ დააშავა მაგრამ მას სჭირდება ის რომ ამოიღოს და განთავისუფლდეს ჩვენ მღვდელმსახურები იმიტომ ვართ ადგენელები რომ ღვთისგან გვაქვს მონიჭებული ვისაც ამ ქვეყანაზე აპატიებთ ეპატიება ამ ქვეყანაზე და იმ ქვეყანაზე ცეცაში და ვისაც შეკრავთ ამ ქვეყანაზე შეკრული იქნება ამ ქვეყანაზე და იმ ქვეყანაზე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის რომ ღვთელთან ურთიერთობა გქონდეთ აი ეს აღსარების სახით რომ რაღაცნაირად დაელაპარაკოთ თუნდაც ეს თქვენ შიშებზე დაელაპარაკოთ თქვენს ვირაცოდებზე დაელაპარაკოთ და ეს რაც ხელს გიშლით ეს არის წინააღმდეგობა ბოროტისგან რომელსაც არ უნდა რომ ეს ნაბიჯი გადადგათ იმიტომ რომ მე ამ ყველაფრის მერე თქვენში სხვა ცვლილებები მოხდება და ყველანაირად ცდილობს რომ ეს შიშები შემოიტანოს რაღაცა ის რომ მორიდების მომენტი და
არაფერი არ არის მოსარიდებელი აბსოლუტურად აქ არავის ვერ გააკვირვებს ზუსტად იგივე მდგომარეობა რომ ადამიანი ექიმთან მიდიოდეს და ექიმს ეუბნებოდეს რომ რაღაცების მწვენეა მე ხა რაღაცა ვერ გაჩვენებთ ამას ვერ ავიწევ წელზე რაღაცა იქ ვერ რაღაცები არ მოუყვე ადამიანმა და დამალო ნიშნავს იმას რომ დიაგნოზს ვერ დაგისვამს და უნდა იცოდეთ რომ რაღაცა თქვენ თავზე გაიმარჯვოთ და იქ არ არის რაღაც ეკლესიაში დაწესებულება სადაც რაღაცა თან ცოდვის გამო გაგიბრაზდება თან რაღაც ესე უხეშად დაგელაპარაკებათ ვინმე პირიქით როდესაც გულწრფელი ადამიანი მოძღვარი რომელსაც უნდა რომ თქვენ დაგეხმაროთ აუცილებლად ერთი მისცემს იმის ძალას რომ ისეთ რაღაცებს გეტყვით რომ შეგეძევათ და თქვენც რაღაცა თუშვებასთან უგეშს იგრძნობთ მით უმეტეს როდესაც ესე გაწუხებთ რაღაცეები და ესეთი დათრგუნული ხართ ამ მხრივ რომ ვერ ახერხებთ უფრო მეტად აი რაღაცა ერთ დღე გადაწყვეტეთ ის რომ ძლიოთ თქვენ შინაგან მდგომარეობას რომ მიხვდეთ მოძღვართან და იგრძნობთ რომ ბედნიერი იქნებით კი ბატონო ნია წერს ესე იგი ახლად გარდაცვლილზე ბოლომდე არ წაუკითხავთ კანონები და შეიძლებაო 5 თვეა გასულიო იმის მერეო და კვლავ რომ წავიკითხოთო თუ მხოლოდ მე-17 უნდა წავიკითხოთ მე შეიძლება ნებისმიერ დრო შეიძლება კანონების კითხვა და ფსალმუნის კითხვა პირიქით უკეთესიც არის თუ იქნებიან მაგალითად თუ თვითონ ნიას თუ შეუძლიან კიდე დაეხმარებიან ადამიანები და ფსალმუნებს აიკითხავენ ამაში არაფერი ცუდი არ არის პირიქით ძალიან კარგი იქნება თუ ოჯახში თავს ზედმეტად გრძნობ ეს ამპარტავნებაო ამპარტავნება ალბათ არ ვიცი რამდენად არის ამპარტავნება მაგრამ რაღაცა ურთიერთობაში მეტი სიყვარული მოძიება საჭირო იმისი რომ რაღაცნაირად თუნდაც მათთან ურთიერთობაში რაღაცნაირად გაგება შეძლოს ადამიანმა და არ იგრძნოს თავი ეგრე რომ რაღაცა ზედმეტი არის და საკუთარ თავში რაღაცა ძალები უნდა მოიძიოს ადამიანს კი ბატონო და სხვებისგან სუსხებისგან არ უნდა ხო ველოდეთ ანუ ზოგადად სიყვარული და კონკრეტი არ უნდა ვიყოთ განცემი უნდა ზოგადად სიყვარული ეგეთი არის რომ იქით ცდილობ ადამიანებს რომ იქით მოერგო და იქით როცა ცდილობ იმაზე რომ ვიღაცემა უნდა მიგიღონ და შენ უყვარდე ესე რომ ფიქრობ ადამიანი ეს ეგოიზმი არის და ეგოიზმი აუცილებლად სადაც მე კრახს განიცდის სიყვარულის მომენტი ის არის რომ რაღაცნაირად ცდილობ რომ ადამიანები შენ გაახარო შენგან იყვნენ პატივცემულები შენგან იყვნენ მოსიყვარულეები სიყვარული იგრძნონ და შესაბამისად ეს ყველაფერი დავაგდებ. კი ბატონო. დათო წერს როგორ უნდა მოვერიდოთო 666 რიცხვსო მაგალითად თუ ფულის კუპიურაზე ამოვიდაო ის ფული არ უნდა გამოვიყენოთო? არა ეხლა შემთხვევით ხო შემთხვევით რაღაცად მოხდება. შენ გამიზნულად არ უნდა აიღო ესეთი ნომერი, მაგრამ როცა შემთხვევით ხე შეგხვდება ფულში იმაში ესეც რიცხვია ხო? ის ხო არ არის რაღაცა. აი ამას გააჩნია ადამიანი რაღაცა გულუბრყვილოდ რაღაცა მოხდება სიტუაცია შეიძლება რომ მოუწია ამის აღება არანაირი პრობლემა არ არის ნომერი ამოგივიდა დაუშვათ სადღაც ელოდები ბანკში შენ ამაში არაფერი შუაში არ ახარ შენით არ მისულ ხარ და ეს არ გიხარე რომ სიტუაზე რაღაცა თუნდაც ასოცირდება რაღაცა არასწორ მდგომარეობასთან ამაში დანაშაული საერთოდ არაფერი არ არის კი ბატონო ხო მოგეცო დიდი კითხვა და შევამოკლებ թե აქვს წერს რომ სხვადასხვა აზრი გამიგიაო სხვადასხვა სამღვდელოებისგან დედათა წესის შესახებ რომ ზოგი ამბობს რომ ამ დროს არ არის უწმინდური გალი და შეუძლია მას ეზიაროს და სიწმინდეებსაც შეეხოსო ზოგი პირიქით ამბობს რომ სანთელიც არ უნდა ანთოსო და ასე შემდგომდმო და ითვლება თუ არაო დედათა წესის დროს გალი უწმინდურადო უწმინდურად არ ვიცი რამდენად ითვლება მაგრამ ჯობია რომ ზიარებისგან თავი შეიხოს ადამიანმა და ხო რაც გარკვეული ძალა უნდა არსებობდეს კი არა ხა ეს უწმინდური ხო არ არის ნამდვილად კი ბატონო როცა ფიქრობ რომ ყველაფერი უაზრობა როცა ვერაფერს ვეღარ იგებ ამ დროს როგორ უნდა მოიქცე როდესაც იღლები ამ ცხოვრებისგან ცხოვრებისგან დაღლა ხე დაღლილობა ნიშნავს ჩვენში ვიღებთ ხოლმე ამ გადაწყვეტილებას რომ ჩვენ დავიღალეთ. ესეთი ის მახსენდება ერთხელ ჭიდაობა იყო ესეთი ჩვენი ქართველები ჭიდაობდნენ და ერთ-ერთი მოჭიდავე ძალიან დაიღალა და ესე იყო რომ რაღაც უნთქავდა და რაღაცა ძალიან ესე იყო რა დაყლილი და თითქმის ეცემოდა ასე შესული იყო და ის იყო ჩემპიონობა იყო მაგრამ სოფლიო ჩემპიონატი იყო თუ არ ვცდები. მოკლედ მე ან ევროპის ჩემპიონატი იყო, ან სოფლიო ჩემპიონატი და ბოლოს ისე მოხდა, რომ აი ბოლო ძალებით გაიმარჯვა. და მე ეს ადამიანი რაღაცა ყვიროდა, ხტუნაობდა, ძალიან ისე აღნიშნავდა ამას აი ამ დაღლილობის შემდეგ და მე ბიჭები ამბობდნენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში გაათენავ, იქეიფაო, რაღაცნაირად ისე იყო, ამას გამოხატავდა, აღნიშნავდა. მაგრამ აი მომენტში იმ რამოდენიმე წუთის ძლივს შეძლო ის, რომ დაესრულებინა და აი ამის დასრულების შემდეგ
იმხელა ემოციები გამოხატა, აი ვერ ჩერდებოდა იქ მე ზევითავიდა მასთან ვაცებთან თავის სტუმრებთან იმათ მიესალმა დარბოდა ხტუნავ. ანუ ამით ის თქვა მინდა იცით რომ ჩვენში არის გადაწყვეტილების მომენტი, რომ ეს რაღაც ჩვენ წყვეტთ იმას, რომ სად დავიღალეთ და დაღლა არ არსებობს რა, იქ ჩვენი თავი გვეცოდება, ეს ეგოიზმიდან მოდის, რომ რაღაცნაირად ჩვენ იმაზე მეტი გვეშვება, ჩვენ ვიცით რომ ღვთისგან იმაზე მეტი არ დაეშვება ადამიანს, რის ადატანაც არ შეუძლია რა, შეიძლება რომ რაღაცა წელში გაწყვიტოს ადამიანი და ვერ შეძლოს ამის მორევა, ეს არ ხდება ესე და ღმერთი იმდენს უშვებს, რამდენიც საზომით შეგვიძლია რომ დავძლიოთ. ამიტომ საკუთარ თავში მეტი ძალა უნდა მოიპოვოს, მადლიერება უნდა მოიპოვოს ღვთისაიმისი, რომ აქ ამის საშუალება, რომ ცოცხალია თვალებს ახამხამებს, დილას გაიღვიძებს და სიცოცხლის უნარიანია და ბევრი რამე შეიძლება მადლობელი იყოს ადამიანი. როცა ესე კატეგორიულად უყურებს და უყურებს რაღაცა უკმაყოფილოთ ამას ბუნებრივია შედეგები დაუდგება. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის გონიერი ლოცვის შესახებ, რა შეგვეწევა ყველაზე მეტად სწორი ლოცვის შესწავლისთვისო? ეს ალბათ ცოტა რთული საკითხი არის, ამისთვის რაღაცა განმარტოებულად ალბათ მონასტერში უფრო მეტად ჩვენ არ ერისკაცებსაც რა თქმა უნდა არ ეკრძალებათ და აუცილებელი არის იოსოს ლოცვა და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი შემწე არის, მაგრამ ეხლა რაც შეეხება იმას აი გონიურულ და რაღაცა სუნთქვით და ესეთ ლოცვას რაღაცა თავისი სხვა სპეციფიკა ჭირდება, რომელიც ესე მარტივად არ გაიცემა ალბათ ეს სტუდიური საუბრიდან აუცილებელია რომ მოძღვართან გაიაროს ეს. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის რატომ ხდება როცა ეკლესიურად ცხოვრობ, მარხულობ, ვარ აღსარებელი, ვეზიარები, ვესწრები ყველა წირვა ლოცვას, ჩემს თხოვნას კი უფალი არ ისმენსო. რას ვწოდავ, რაში ვაშავებ, ვერ ხვდები, იქნებ მითხრათ ან მირჩიოთ რამეო. ხანდახან არის ხოლმე ესეთი თხოვნები, როდესაც აი ჭირველობიდან მოდის მაგალითად ადამიანს უნდა რაღაცა აისურვოს ესეთი ჭირველობა და ღვთისგან ღმერთმა იცის რომ ეს რაღაცა შეიძლება ზიანი მოუტანოს და ამიტომ არ მისცემს. აი როგორც ახლა მაგალითად რომ შევადაროთ, ბავშვი შეიძლება ტიროდეს რომ უნდადეს დანისაღება და მშობელმა აუკრძალოს და არ მისცეს დანა, იმიტომ რომ მე ამ დანის შესაბამისად დაზიანდეს და აუცილებლად სიფრთხილეს თვეკიდებით. ხო, ესევე შეიძლება აი ის მოთხოვნა, ის ემოციურად შეიძლება ფიქრობდეს რომ ეხლა მისთვის ეს აუცილებელია და საჭიროა, მაგრამ ერთი ამას არ უშვებს, იმიტომ რომ მე შეიძლება ძალიან დაზიანდეს ამით. და რადგან ესე არ გეძლევათ ის კონკრეტული რაღაცა, რასაც ითხოვთ, ჯობია რომ უთხრათ ღმერთს, რომ იყოს ნება შენი და დაანებოთ ამის თხოვნას თავი და მე უფრო მოგეცემათ რაც საჭიროა ის თქვენთვის. ესეთი კითხვა არის, აქვს თუ არა, ხო მოგლეთ ისევე 666 საინტერესებს, რომ მოგლეთ რომ გაგვაგებინოთ თუ ამ რიცხვსო ზემოქმედების ძალა აქვს თუ არა აქვსო. არის მოხსენიებული ხო იმაში აპოკალიფსი 666 და ალბათ მას ვინც ემსახურება მისთვის აქვს. ჩვენთვის ქრისტიანებისთვის მე სამ ყველაფერთან მახსენდება ის რომ კვიპრიანი კართაგენელის ცხოვრება, როდესაც კვიპრიანი კართაგენელი იყო მანამდე მის ცხოვრება იყო ესეთი რომ რაღაცა ძალიან ჯადოქრობით გამოირჩეოდა და ეშმაკის დახმარებით წვიმა შეეძლო მოეყვანა, აირში იწეოდა, ძალიან მძიმე ისეთ რაღაცა სრთულ რაღაცებს აკეთებდა, ჯადოებს აკეთებდა წვინა კვიპრიანი და ამ ცხოვრების წესით როდესაც თხოვეს პატარა გოგონაზე რომ ჯადო გაეკეთებინა, ის აკეთებს ჯადოს რომ მისი რაღაც მამაკაცი მივიდა რომელსაც უნდა და ეს პატარა გოგონა მისი გამხდარიყო და ამის ფონზე ჯადოს უკეთებს და გოგონაზე არ მოქმედებს. ეს იწყეს წმინდა კვიპრიანი ამაზე ფიქრს, რომ როგორ მოხდა ის, რომ ამხელა ძალის მქონე ადამიანმა ეს ვერ შეძლო და ვერ დაამარცხა პატარა გოგონა და ვერ შეძლო ის, რომ მისი ეს რაღაცა ჯადო მოქმედებაში მოსულიყო. არ ყოფს იმას, რომ არის ეს ადამიანი ქრისტიანი, არის მაზიარებელი, არის აღსარებელი და ამაზე ვერაფერს ვერ შვება. ამიტომ იწყებს ფიქრს იმისი, რომ მე თუ ამხელა ძალის მქონე ვარ და ეს რაღაცებს კეთება შემიძლია, შესაბამისად ეს პატარა გოგო როგორ მომერია მე და ხდება მე ეპისკოპოსი კართაგენის და წმინდანად არის შერაცხილი და ანუ მის ცხოვრებაში ხეს ძალიან მოკლედ მოვყევი და მის ცხოვრებაში მე ბევრი სირთულეებია, როდესაც ეშმაკი ეცხადება და რაღაცნაირად ცდილობს რომ დააბრკოლოს და აი ეს არსი იმისი რომ თვითონ ქრისტიანი ადამიანი და მაზიარებელი და აღსარებელია ნიშნავს უკვე იმას რომ ესე მარტივად ვეღარ მოქმედებს ეშმაკი მასზე და შესაბამისად ეს ნიშნებიც უძლური არის ამ ყველაფერთან. კი ბატონო. დამლოცით მამაო, ცხოვრობ საზღვარგარეთ, დავდივარ რუსულ ეკლესიაში უკვე წლები აღსარებას ვამბობ რუსულად. წინასწარ ვემზადები წერ რაც მაწუხებს აღსარების დროს ისე ვიბნევი ყველაფერი ამერ დამერევა და ვერ ვაბამ თავს იმის თქმას რაც მაწუხებს.
მამაო კი მიკითხავს შენდობის ლოცვას, მაგრამ სულ მგონია რომ უღირსად ვეზიარე და ამის გამო ხშირად არ ვეზიარებიო. ერთმა დალოცოს და ერთი შეეციოს. თავარი არის რომ აი შაბლონურად ის რაღაცები გვეხმარება იმაში რომ აღსარების ჩამონაწერის დროს უბრალოდ აი დაბნეულობის გამო რომ ადამიანი არ დაიბნეს და არ გამორჩის თავის ცოდვები, აი შაბლონურად წერს და იმის იქით რაღაცები რაც აწუხებს შეუძლია რომ მოინიშნოს და ისე დაელაპარაკოს და თუ მოძღვარი აძლევს კურთხევას რო ეზიაროს, ალბათ თვითონ თავი არ უნდა შეიკავოს ამ ყველაფრისგან. როდესაც გაქვთ ეს განცდა რომ უღირსად ეზიარებით, ეს სწორი განცდაა და კარგი. როცა ჩათვლით რომ ღირსი ხართ, აი მაშინ არ უნდა ეზიაროთ წესით ზუსტად და ასე რომ ძალა უნდა გქონდეს ჩვენ ზიარების მიმართ ყოველთვის და ანუ ეს არ შეგიშლით ხელს. თუ მოძღვარს დაემორჩილეთ და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით. ხო, ეხა ის ქალბატონი გწერს, რომ არაფერს ისეც არ თხოვფალსო შვილის და ოჯახის გამთლიანებას ვევედრები მხოლოდო. მერთმა შეისმინოს თქვენი ლოცვა და თქვენი ვედრება და მჯერა რომ შეისმენს უფალი აუცილებლად ყველაფერს ალბათ. შეიძლება დრო ჭირდება ამ ყველაფერს თავისი და ეთყობა ჯერ არ არის ალბათ მომწიფებული ეს სიტუაცია და იქონიეთ იმედი რომ მომწიფდება ეს სიტუაცია და ყველაფერი დადებითად გადაწყდება ღმერთის მადლით და შემწეობით. მე მჯერა რომ ეს ასე იქნება და თქვენც რწმენით იყავით. თავარი არ დაკარგოთ თქვენი რწმენა და რა რწმენითაც შეთხოვთ იმის საპირწონეთ მოგეცემათ ზუსტად. სულ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და შეიძლება კიდე ერთი კითხვაც მოვასწროთ. რამე თუ არისო ისეთიო, რაც არ უნდა ვაპატიოთ ადამიანსო? ალბათ არის რაღაც ცოდვები, რომელიც ოჯახში შეურაცხყოფა ადამიანს არ უნდა ვაპატიო, ისეთი რომელიც ხებაც მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენოს. ალბათ ეს არპატიებაც ფორმები აქვს თავისებური, გააჩნიეს ოქს თავისებურად ესმის არპატიება. შეიძლება ის გამოხატავს იმაში, რომ რაღაცას ცემაზე გადადის, ან რაღაცა ესვრის და ანას დაარტყამს, ეს სხვა რაღაცებია. ადამიანურად არპატიება შინაგანად ალბათ მაინც უნდა ვინარჩუნებდეთ ხოლმე სიმშვიდეს შინაგანს და არა ეგრესით ვაკეთებდით ამას, რაღაცა სიმკაცრესაც ვიჩენდეთ და ეხლა უბრალოდ არ მახსენდება რა შეიძლება რომ ამაზე ისაუბრო რა არ უნდა აპატიოს ადამიანი, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ ყველაფერი ვაპატიოთ, იმიტომ რომ მერთი ამისკენ ამოწოდენებული სხვა ვაპატიოთ და საკუთარ თავს ნაკლებად ვაპატიოთ ჩვენი შეცდომები და ცოდვები და ხშირად პირიქით ხდება ხოლმე რომ ჩვენ საკუთარი თავის მიმართ ძალიან ჰუმანურები ვართ და სხვების მიმართ კაცრები და აი ამას უნდა ვებრძოლოთ და ამაზე უნდა ვიმუშაოთ პირველ რიგში. სულ 3 წუთი დარჩა, ერთი კითხვაც შეიძლება მოვასწროთ, როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე? სიმშვიდის მოპოვება ალბათ რა ვიცი მთელი ცხოვრების რაღაც ასპარეზი არის და ამაზე ძალიან ბევრი უნდა ვილოცოთ, თხოვოთ ღმერთს და ჩვენ ქრისტიანებს გვაქვს ესეთი რამ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ამას და რაც მოვალეობები გვაქვს, ვცდილობთ რომ ეს მოვალეობები ღირსეულად ბოლომდე მივიყვანოთ და რაც ღვთის ხელში არის, რაც ღმერთს უნდა მივანდოთ და ეს ჩანს იმაში, რომ სიმშვიდეთ აქედან მომდინარეობს, რომ ჩვენ აღარ ვართ ჩართულები ამ რაღაცებში, ვაკეთებთ ჩვენს აკეთებელს ბოლომდე, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს რაღაცა мотивация და იმედი რაღაცა არ ქონდეს გეგმა იმისი, რომ რაღაცა თვითონ რაღაც ის კეთება უნდადეს და რაღაცა მიზანი ქონდეს ამისი, ეს არ ნიშნავს, უბრალოდ მიზანი არ უნდა იყოს დამღლელი იმისი, რომ შინაგანად ის ფორი აქ მოქონდეს და სიმშვიდეს გვაგარგინებდეს. სიმშვიდეს მაგაში გამოიხატება, რომ ღმერთზე მინდობილები ვართ ადამიანები და ეს ერთმა ყოველას მოგცეს, რომ ეს ღმერთი ბოლომდე მინდობა, რომ სიმშვიდე და მყუდროება მოგცეს ღმერთმა. რა თქმა უნდა, როცა ღმერთის იმედი გაქვს, რა გაქვს სანერვიო. კი, მე შესაბამისად აღარაფერი არ გვაქვს ხოლმე სანერვიო. კი ბატონო. დიდი მადლობა მამა ლუკა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ჩვენ ზვირფას მაყურებლებს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ვაკეში მდებარე მაცხოვრის ფერისვალების ტაძრის დამსახური მღვდელი ლუკა მუხიგულაშვილი. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის დამსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს რუის ნახევარს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულუნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, ერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.